გამარჯობა ძვირფასო აბიტურიენტებო. დასასრულს უახლოვდება ჩვენი ვებინარების ციკლი, რომელიც განათლების სამინისტროს პროექტის ვებსკოლის ფარგლებში მიმდინარეობდა და რომლის მიზანიც იყო დახმარება გაეწია აბიტურიენტებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული მასალის გამეორება გამტკიცებაში. პანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლების დროს მე და ჩემს კოლეგებს 2 თვის განმავლობაში თქვენთან ერთად უნდა გაგვევლო მე-11-მე-12 კლასის საკმაოდ დიდი მასალა და აი ამ თემებზე მუშაობისას, მასალაზე მუშაობისას ჩვენ ძირითადად ვეყრდნობოდით იმ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, რომლითაც თქვენ სკოლაში გადიოდით და სწავლობდით ისტორიას. აქვე მინდა ხაზგასმით შეგახსენოთ, რომ სწორედ თქვენ სახელმძღვანელოში მოცემული მასალის გაკვეთილების შინაარსის შესაბამისად არის შედგენილი ისტორიის საგამოცდო ტესტებში თითოეული დავალება და ჩვენი ბოლო 2 ვებინარი დაეთმობა სწორედ ისტორიის საგამოცდო ტესტის და მასში არსებული დავალებების განხილვა გარჩევას და სანამ კონკრეტულ პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდოდეთ, მინდა დაგიკონკრეტოთ თუ რა ტიპის უნარებზე, საზროვნო უნარებზეა გათვლილი ისტორიის ტესტი და გეტყვით, რომ ეს არის ცოდნა გაგება გამოყენება, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების, თარიღების, ტერმინების დამახსოვრებას, ისტორიული მოვლენების ამოცნობასა და დასახელებას, ტექსტსა თუ წყაროში არსებული მოვლენების დახარისხება, დაჯგუფება, შედარება, დამავდროულად, ისტორიული მოვლენის თუ ფაქტის შინაარსის შესაბამისი მაგალითების მოყვანა. რაც შეეხება ზედასააზროვნო უნარს, ეს არის ანალიზი და შეფასება, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს მასალაში ძირითადი და მეორეხარისხოვანი მოვლენების განსაზღვრას, თითოეულ მოვლენის ისტორიული კანონზომიერების, თითოეულ მოვლენაში ისტორიული კანონზომიერების აღმოჩენას და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას და მოვლენაში დაფარული აზრის ამოცნობას. ამავე დროს გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად მსჯელობას და დასკვნების გამოტანას და ბოლოს არგუმენტირებული მსჯელობით საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას. ჩვენ გავაკეთებთ ახლა დავალებებს და ნახავთ თუ რა მარტივად გამოიყენებთ თითოეული დავალების შესასრულებლად ჩემს მიერ ჩამოთვლილ უნარებს, საზროვნო უნარებს, რომელიც თავის მხრივ თქვენ წლების განმავლობაში სკოლაში სწავლისას უნდა განგევითარებინათ. აქვე მინდა კიდევ ერთხელ დაგიკონკრეტოთ, რომ ისტორიის ტესტი 2020 წელს იქნება 60 ქულიანი, ეს ქულები გადანაწილებული იქნება 8 ტიპის დავალებაზე, აქედან 6 უკვე კარგად ცნობილი თქვენთვის და ტრადიციული 6 სახეობის დავალება, ეს არის დახურული კითხვები, ქრონოლოგია, ილუსტრაციის ანალიზი, რუკის ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობა და ისტორიული წყაროს ანალიზი და ამ დავალებებს ემატება 2 ახალი დავალება, კონკრეტულად 2 სხვადასხვა ტიპის წყაროს ანალიზი, სადაც წერილობითი და ვიზუალური მასალის შეჯერების საფუძველზე უნდა აღვადგინოთ კონკრეტული ისტორიული მოვლენა და ბოლო ახალი ტიპის დავალება იქნება ისტორიული მოვლენის შეფასება და მოდით ეხლა ჩვენ თითოეული მათგანი ეს დავალებები განვიხილოთ 2018 წლის ისტორიის საგამოცდო ტესტის მაგალითზე და აი თქვენს წინაშე არის გავკეთოთ 2018 წლის მეორე ვარიანტი ტესტის. შეგახსენებთ, რომ თქვენ 60 ქულიან ტესტზე სამუშაოდ მოგეცემათ დრო 2 საათი და 40 წუთი და გირჩევთ ძვირფასო აბიტურიენტებო წინასწარ განსაზღვროთ თუ რა დროს ანდომებთ თითოეული ტიპის დავალების შესრულებას და ისე გათვალოთ დრო, რომელიც საკმარისი იქნება თქვენთვის სრული ტესტის შესასრულებლად, რათა გამოცდაზე არ გაგეპაროთ დრო და დროულად გადაიტანოთ თქვენი ნამუშევარი შავიდან თეთრ ფურცელზე.
გამოცდის პროცესში კი მუდმივად აკონტროლეთ დრო და ეცადეთ ხანგრძლივად არ შეყომდეთ ერთ კონკრეტულ დავალებაზე და ამისთვის წინასწარ განსაზღვრულ დროს ბევრად არ გადააჭარბოთ. ასე რომ 2 საათი და 40 წუთი აბსოლუტურად საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ თქვენ ზედმეტი აღლვების გარეშე შვიდად დაკვირვებით იმუშაოთ ტესტზე და აუცილებლად პირველ რიგში თქვენი ნამუშევარი უნდა დაიტანოთ შავ ფურცელზე. მოდით ახლა განვიხილოთ თითოეული ტიპის დავალება და პირველი ტიპის დავალება ეს არის დახურული კითხვები. სანამ უშუალოდ სავარჯიშოებზე გადახვიდოდეთ, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელიც იქნება მოცემული თქვენთან. მე ახლა არ მინდა ამაზე დავკარგო დრო და პირდაპირ მოდით დავიწყოთ დავალებების გარჩევა და შეგახსენებთ, რომ დახურული ტიპის კითხვები, რომელზეც მოცემული იქნება 4 სავარაუდო პასუხი, თქვენ მოცემული წლის ტესტში გექნებათ 15 ასეთი დავალება, თითოეული დავალების ქულა იქნება 1 ქულა, ასე რომ დახურული ტიპის კითხვებზე თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ მაქსიმალური 15 ქულა და ამ კითხვებზე სწორი პასუხის გასაცემად ფაქტობრივი მასალის ცოდნა არის ისევ და ისევ აუცილებლად საჭირო, ძირითადი ისტორიული ფაქტების, მოვლენების, ტერმინების ამოცნობა დაგჭირდებათ, მოვლენათა შინაარსის გახსენება, ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გამომწვევი მიზეზის და ამ მიზეზებს შორის კავშირების დადგენაც დაგჭირდება და მოდით ნახოთ პირველი შეკითხვა ასეთია. სხვა მიზეზებთან ერთად რამ შეუწყო ხელი ჰიქსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობას? მე შეგახსენებთ მოცემულ ისტორიულ ეპოქას, ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნეში აღმოსავლეთიდან მოსული სემიტური ტომები ჰიქსოსები იპყრობენ ეგვიპტეს და ამ შემთხვევაში ეს კითხვა ისეთია, რომ თუ არ იცნობთ თემის შინაარსს, ცხადია, ვერანაირი ლოგიკური მსჯელობით ვერ გასცემთ პასუხს და თქვენს გრიფირებულ სახელმძღვანელოში პირდაპირ არის დასახელებული მოცემულ კითხვაზე პასუხი. გაკვეთილში პირდაპირ არის მითითებული, რომ სამხედრო აღჭურვილობაში დიდი უპირატესობის გამო მათ იოლად დაამარცხეს ეგვიპტე და დაეპატრონნენ მის ჩრდილოეთ ნაწილს მდინარე ნილოსის დელტასო. ხოლო მეორე გრიფირებულ სახელმძღვანელოში ნახეთ, როგორ არის აღნიშნულ კითხვაზე პასუხი გაცემული. მათი სამხედრო განვითარება ეგვიპტელებისას აღემატებოდა. ხედავთ, რომ ორივე პასუხის შინაარსი ერთნაირია და უბრალოდ სხვადასხვაგვარად არის მოცემული თქვენ სახელმძღვანელოებში და მოდით აქვე უცებ წავიკითხოთ სავარაუდო პასუხები. მოცემულია ა ვარიანტი უპირატესობამ სამხედრო იარაღისა და საჭურველის მხრივ რელიგიური რეფორმის შემდეგ წარმოქმნილმაში და დაპირისპირებამ, ეგვიპტის კულტურულ-ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ და დიდი პირამიდების მშენებლობაზე მომუშავე მონათა აჯანყებამ. აი ამ მიზეზებს შეეძლო ხელი შეეწყო ჰიქსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობისათვის და აქედან ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სწორი პასუხი არის ა ვარიანტი. ჰიქსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობას ხელი შეუწყო უპირატესობამ სამხედრო იარაღისა და საჭურველის მხრივ ჰიქსოსების ეგვიპტელებზე. მეორე კითხვა ასეთი იყო, რომელ კუნძულზე მიმდინარეობდა ბრძოლები პელოპონესის ომის ერთ-ერთ ეტაპზე. აქაც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენ თავად ისტორიული მოვლენა. შეგახსენებთ, რომ პელოპონესის ომი მიმდინარეობდა ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს იყო ბრძოლა ათენსა და სპარტას შორის, კერძოდ სიმარქიასა და პელოპონესის სამხედრო კავშირს შორის და მოცემულ შეკითხვაზე პასუხი პირდაპირ იყო თქვენს სახელმძღვანელოში მოცემული. ნახეთ, თქვენთან ჩამოთვლილია ვარიანტები სარდინია, მალტა, სიცილიაზე, კორსიკაზე და არა და თქვენ სახელმძღვანელოში შემდეგნაირად იყო გაცემული კითხვაზე პასუხი. ათენმა ახალი ფლოტი აღჭურვა და დემოსთენეს სარდლობით სიცილიაზე გაგზავნა. სპარტა არ დასჯერდა სიცილიაზე ჯარის გაგზავნას და ახალი ფლოტი გახსნა.
ეხლა მოდით ნახოთ მეორე სახელმძღვანელოში როგორ არის მოცემულ კითხვაზე პასუხი გაცემული. სირაკუსთან კუნძული სიცილია, ანუ კუნძულ სიცილიაზე ათენის მთელი ფლოტის პარტელებმა ტყვედ ჩაიგდეს, ასევე ათენის მრავალრიცხოვანმა არმია ტყვედ ჩაიგდეს. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას ეფუძნება დასმული კითხვა და თვითონ ტექსტიდან გამომდინარე უკვე ვიგებთ, რომ პელოპონესის მიმდინარეობდა ერთ-ერთ ეტაპზე კუნძულ სიცილიაზე. კერძოდ პელოპონესის მეორე ომზე საუბრისას არის თქვენს სახელმძღვანელოში მითითებული კუნძული სიცილია. ყველა შეკითხვის პასუხი ძვირფასო აბიტურიენტებო პირდაპირ ან ირიბად სწორედ თქვენ სასკოლო სახელმძღვანელოებში არის მოცემული და გთხოვთ არ დაიზაროთ და კიდევ ერთხელ გადახედოთ მოცემულ გაკვეთილებს გამოცდამდე და მოდით ვნახოთ მესამე კითხვა როგორია, რომელი გამოთქმა ეკუთვნის რომის რესპუბლიკის სენატორ კატონს. მოცემულ კითხვაში ნახსენები რესპუბლიკა, აი ამ რესპუბლიკაში იგულისხმება რომის რესპუბლიკა, საუბარი არის ძველი წელთა რიცხვის მეორე საუკუნეზე. კატონი ეს ისტორიული ფიგურა იმთავითვე ჩვენ უნდა დაუკავშიროთ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას და ეს მოვლენა არის პუნიკური ომები, კერძოდ მესამე პუნიკური ომი. თქვენ სახელმძღვანელოში ასევე მითითებული ჰქონდათ, რომ კატონმა ჰანიბალის დამარცხების შემდეგ იმოგზაურა კართაგენში და იხილა რამ ქვეყნის აღდგენის რეაბილიტაციის სწრაფი პროცესი, განსაზღვრა მისი შემდგომი საფრთხე რომის ჰეგემონობისთვის და აი ამის შემდეგ კატონი მუდმივად გამოდიოდა სენატში და მოუწოდებდა სენატორებს, რომ კართაგენი უნდა დაინტერესო. შეგახსენებთ, რომ პუნიკური ომი მიმდინარეობდა კართაგენსა და რომს შორის ხმელთა შუა ზღვაზე გაბატონებისათვის ძველი წელთა რიცხვის მესამე-მეორე საუკუნეებში და აუცილებელი არის სწორი პასუხის გასაცემად პირველ რიგში აღვიდგინოთ ამა თუ იმ ისტორიულ ფიგურასთან დაკავშირებული მოვლენა, ან თუ მოვლენა არის მოცემული კონკრეტულ ისტორიულ ფიგურასთან და დაუკავშიროთ ეს ფიგურასთან და დავაკავშიროთ ეს მოვლენა და ასე აღვიდგინოთ არსებული კონკრეტული ისტორიული სიტუაცია და შემდეგ გავცეთ პასუხი მოცემულ შეკითხვას. ავარჩიოთ უფრო სწორად მოცემული სავარაუდო პასუხებიდან სწორი პასუხი. მეოთხე შეკითხვა ასეთი იყო, რომელი რომაელი სარდლების წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა მითრიდატე მეექვსე ევპატორს. ეხლა ჩვენ უნდა გავიხსენოთ, ვინ იყო მითრიდატე მეექვსე ევპატორი პირველ რიგში, ანუ მოცემული ისტორიული ფიგურა კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას უნდა დაუკავშიროთ. მითრიდატე მეექვსე ევპატორი შეგახსენებთ, რომ იყო პონტოს მეფე, რომელიც დაუპირისპირდა ძველი წელთა რიცხვის პირველ საუკუნეში რომის ექსპანსიას შავი ზღვისაოსა და მცირე აზიაში და მოდით ვნახოთ ახლა, აღვიდგინეთ კონკრეტული ისტორიული მოვლენა და გავიხსენოთ, რომელ სარდლების წინააღმდეგ იბრძოდა მითრიდატე მეექვსე ევპატორი. ად-ბ და გ პასუხებში თქვენთან ნახსენები არის ის სარდლები, რომლებსაც მართლა ებრძოდა მითრიდატე, თუმცა ა და გ ვარიანტში ნახეთ მარიოსი და სულა და პომპეუსი და კრასუსი. ხოლო თითო სარდლის სახელი არის სწორად დასახელებული, ხოლო ბ ვარიანტში სულა და პომპეუსი კი სწორად არის მოცემული და მართლაც სულა და პომპეუსი ებრძოდა მითრიდატე, რომელიც საბოლოოდ ძველი წელთა რიცხვის 66 წელს პომპეუსმა მდინარე ევფრატთან ბრძოლაში დაამარცხა საბოლოოდ და შემდეგ მითრიდატე თავი შეაფარა კოლხეთს, კოლხეთიდან გადავიდა ბოსფორის სამეფოზე, სადაც თავი შეაფარა მის შვილს და მასთან კონფლიქტის შემდეგ უკვე სიცოცხლე დაასრულა მითრიდატემ თვითმკვლელობით. მეხუთე კითხვა ასეთია, რა ეწოდებოდა
ქართლის უზენაეს მმართველს მე-6-მე-7 საუკუნეების მიჯნაზე. მოდით გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ახლა ეს პერიოდი საქართველოს ისტორიაში. თქვენ უნდა გაგახსენდეთ იმ თავითვე, რომ მე-6 საუკუნის 30-იან წლებში, კერძოდ 532 წელს ქართლში უმეფობის ხანა იყო. მეფობა გაგვიუქმა ირანმა და მეფის ნაცვლად ვარსპანი დასვა ქართლის მმართველად, ხოლო 591 წელს ირან-ბიზანტიას შორის დადებული ზავის საფუძველზე ქართლი და სომხეთი ირანის შაჰ ხოსრო ფარვის მეორემ ბიზანტიას გადასცა და ამით ისარგებლეს ქართველებმა და აღადგინეს ქართლში ადგილობრივი მმართველობა, ოღონდ არა მეფობა, არამედ ერისმთავრობა და პირველი ერისმთავარი ქართლის იყო სწორედ გურგენ, იგივე ბუარამ ბაგრატიონი. და თქვენთან ჩამოთვლილი არის სხვადასხვა ვარიანტების ასპეტი ერისმთავარი პიტიახში მამფალი და თუ თქვენ შეძლებთ არსებული ისტორიული ეპოქის და მასთან დაკავშირებული კონკრეტული მოვლენის გახსენებას, ძალიან მარტივად მიხვდებით, რომ სწორი ვარიანტი არის ვარიანტი ერისმთავარი. ვინ დაამარცხა არაბები პუატიეს ბრძოლაში 722 წელს? და ჩვენ უნდა შევეცადოთ აღნიშნულ ისტორიულ თარიღს დაუკავშიროთ კონკრეტული ისტორიული მოვლენა. პრინციპში მოცემულიც არის თქვენთან, რომ 722 წელს იყო პუატიეს ბრძოლა, თვითონ შეკითხვა კარნახობ და მიგანიშნებ სწორ პასუხამდე, რომ პუატიეს ბრძოლაში არაბები, ეხლა უნდა გავიხსენოთ, ვინ დაამარცხა და არაბები დაამარცხეს ფრანკებმა და ამ დროს ფრანკების მაიორდომი იყო სწორედ კარლოს მარტელი, სწორედ რომ კარლოს მარტელმა შეაჩერა პუატიეს ბრძოლაში არაბების წინსვლა ევროპაში. შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. რა მიუთითებს დემეტრე პირველის მეფობისას სამეფო შიგნით არსებულ დაძაბულ ვითარებაზე? და ჩამოთვლილი არის შემდეგი ვარიანტები: სამეფო ოჯახის წევრების გამოსვლები მეფის წინააღმდეგ, მეფის დაპირისპირება თბილისის თვითმმართველ კომუნასთან, სამეფო დარბაზის წევრთა მიერ მეფისთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადება, დიდუელ და ფხოველთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში დაწყებული ამბოხი. პრინციპში ნებისმიერი პასუხი შეიძლება შეესაბამებოდეს მოცემულ შეკითხვას, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩვენ სწორად პასუხს გავცემთ თუ გვაქვს ნასწავლი კონკრეტული თემა და უნდა გავიხსენოთ, რომ დემეტრე პირველი პირველ რიგში ვიხსენებთ, არის დავით აღმაშენებლის მემკვიდრე, რომელიც ტახტზე შეგახსენებთ აქვე, რომ 1125 წელს ავიდა. უნდა აღვიდგინოთ იმ პერიოდში საშინაო პოლიტიკური ვითარება და სახელმწიფოში ზუსტად გაქვთ მითითებული, რომ დემეტრე პირველის მმართველობის დასაწყისში გაძლიერდა ფეოდალთა სეპარატიზმი და სწორედ სეპარატისტი ფეოდალების წაქეზებით დემეტრე პირველს ექიშპებოდნენ სამეფო ტახტს ჯერ მისი ძმა ვახტანგი, ხოლო შემდეგ მისი უფროსი ვაჟი დავითიო. მეფის ძმისა და შვილის ანტისახელისუფლებო პოზიცია და ქმედება არის სწორედ ის, რაც მითითებული არის პასუხების ამ ვარიანტში, რომ სამეფო ოჯახის წევრების გამოსვლები მეფის წინააღმდეგ მიუთითებდა დემეტრე პირველის მეფობისას სამეფოს შიგნით არსებულ დაძაბულ ვითარებაზე. შემდეგი შეკითხვა ასეთია: რის საფუძველზე აცხადებდა გიორგი მესამის წინააღმდეგ ამბოხებული დენია უფლისწული ტახტზე პრეტენზიას? და ჩამოთვლილია შემდეგი სავარაუდო პასუხები, რომ გიორგი მესამის ნახევარ-ძმა იყო, ანუ დემნა უფლისწული სამეფო დარბაზის საგანგებო გადაწყვეტილების საფუძველზე გიორგი მესამის უფროსი ძმისშვილი იყო და ხელმწიფის კარის გარიგების საფუძველზე
და ჩვენ უნდა გავიხსენოთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, კერძოდ 1177 წელს მომხდარი აჯანყება, რომელიც ორბელთა აჯანყების სახელით არის ცნობილი, სადაც ამირსპასალარ ივანე ორბელთან ერთად მთავარი ფიგურანტი აჯანყების იყო სწორედ დემნაუფლისწული და ეს უკანასკნელი უპირისპირდებოდა მეფე გიორგი მესამეს და ამ აჯანყების საბაბიც უნდა გავიხსენოთ და თქვენ სახელმწიფოშიც იყო მითითებული, რომ დემნაუფლისწული იყო მეფე დავით მეხუთეს შვილი, ხოლო დავით მეხუთე, ანუ დემნაუფლისწულის მამა იყო გიორგი მესამის ძმა და აქედან გამომდინარე გიორგი მესამესთვის დემნა იყო ძმის შვილი და სწორი პასუხი არის ამ შემთხვევაში გევარიანტი გიორგი მესამის უფროსი ძმის შვილი იყო დემნაუფლისწული. მესამე შეკითხვა, რით არის მნიშვნელოვანი 1265 წელი ინგლისის ისტორიაში? სასურველია თქვენ იცოდეთ ისტორიაში ძირითადი მნიშვნელოვანი თარიღები. ეს ის შემთხვევა არის, როცა 1265 წელს ინგლისის ისტორიაში ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის დაკავშირებული. მოდით გავიხსენოთ, რომ ჰენრი მესამე, რომელიც ინგლისის მეფე, რომელიც არ ღვევდა თავისუფლების დიდი ქართლის პრინციპს, დამარცხებული იქნა სწორედ აი მოცემულ წელს ოპოზიციის მიერ, რომელსაც ლიდერობდა სიმონ დე მონფორი და სწორედ 1265 წელს სიმონ დე მონფორმა მოიწვია ბარონთა საბჭო, რომელიც ინგლისის პარლამენტის მუშაობის დასაწყისად ითვლება და მინდა გითხრათ, რომ შეიძლება მოცემულ სიტუაციაში თქვენ უცებ ვერ გაიხსენოთ კონკრეტული თარიღი პარლამენტის მოწვევის, მაგრამ სავარაუდო პასუხებიდან უნდა შეგეძლოთ თქვენ კონკრეტული მოვლენის დაკავშირება აი ამ თარიღთან და აი ნახეთ, მოცემული არის სავარაუდო პასუხები, დასრულდა ანგლიკანური რეფორმაცია, აღძიავიდა ახალი სამეფო დინასტია, დაარსდა კემბრიჯის უნივერსიტეტი და აი ბოლო დე ვარიანტად მოცემული არის სწორი პასუხი, შეიკრიბა პირველი პარლამენტი. რა იყო მონღოლთა მიერ მე-13 საუკუნის შუა ხანებში ჩატარებული აღწერის ერთ-ერთი მიზეზი? უნდა გავიხსენოთ საქართველოს ისტორიიდან ერთი კონკრეტული ფაქტი. ეს არის შეგახსენებთ 1254-56 წლებში მონღოლების მიერ საქართველოს აღწერა, რომელიც თქვენ იცით, თქვენი სახელმწიფოებიდან დასრულდა იმით, რომ აი ამ აღწერის შემდეგ საქართველოს გურჯისტანის ვილაიეთის სახით სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულად შევიდა მონღოლთა იმპერიაში და მოსახლეობა დაიბეგრა 12 სახეობის გადასახადით. თქვენ თუ იცით ამ კონკრეტული ფაქტის, ანუ მონღოლთა მიერ საქართველოს აღწერის შედეგი, შესაბამისად დაუკავშირებთ ამ მოსახლეობის 12 სახეობის ბეგარის დაბეგვრას სწორ ვარიანტს გეს, სადაც მითითებული არის, რომ საგადასახადო სისტემის მოწესრიგების მიზნით იქნა ჩატარებული მე-13 საუკუნის შუა ხანებში მონღოლთა აღწერა. ანუ, მოკლედ, მონღოლთა აღწერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სწორედ საგადასახადო სისტემის მოწესრიგება. რა ვერ აიცილა თავიდან მეფე გიორგი მერვემ მე-15 საუკუნის შუა ხანებში? თავად ნახეთ, კითხვა გეხმარებათ პირველ რიგში აღიდგინოთ კონკრეტული ისტორიული ეპოქა. გიორგი მერვე კითხვა გვეუბნება, რომ მოღვაწეობდა მე-15 საუკუნეში. და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ გიორგი მერვე, რომელიც მე-15 საუკუნის მეფე იყო საქართველოს უკანასკნელი მეფე, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე და რატომ იყო ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე? ამის მიზეზიც უნდა გავიხსენოთ, იმიტომ რომ სწორედ მის დროს დაიშალა ქვეყანა სამეფო სამთავროებად
და ნახეთ, თავად სავარაუდო პასუხებიც გვაძლევს მინიშნებას, რომ სწორად ამოვარჩიოთ პასუხი. ჩამოთვლილი არის ვარიანტები: ერთიანი სამეფოს დაშლა, მომთაბარეთა ჩამოსახლება, ოსმალთა შემოსევები, საეკლესიო განხეთქილება და თუ ჩვენ აღვიდგენთ კონკრეტულ ისტორიულ ეპოქას და გავიხსენებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გიორგი მერვე იყო ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე და თუ რატომ იყო ბოლო მეფე, სწორად გავცემთ პასუხს, რომ ერთიანი სამეფოს დაშლა ვერ აიცილა ამ უკანასკნელმა თავიდან. რა მიზნით მოიწვია რომის პაპმა ტრიენტის საეკლესიო კრება? გვეკითხებიან. ამ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ 1545 წელს პაპმა პავლე მესამემ მოიწვია ტრიენტის საეკლესიო კრება, რომლის მიზანიც იყო პროტესტანტიზმის შემდგომი გავრცელების შეჩერება ევროპაში და კრებაზე გადაწყდა გაეფართოვებინათ მისიონერული მოღვაწეობა კათოლიკებს და ამავე დროს კათოლიკე მონაზვნების განათლების დონე აემაღლებინათ. მოდით ავნახოთ, რა სავარაუდო პასუხებს გვთავაზობენ. მოცემულია ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად, ევროპაში მიმდინარე რელიგიური ომების შესაჩერებლად, აღმოსავლურ ავტოკეფალურ ეკლესიებთან მოსალაპარაკებლად და რეფორმაციით დასუსტებული კათოლიკური ეკლესიის გასაძლიერებლად და თუ თქვენ გაიხსენებთ, რომ სწორედ რეფორმაცია, რომელიც დაიწყო 1517 წელს სწორედ მარტინ ლუთერის 95 თეზისის გამოქვეყნებით, რომელმაც შემდგომ უკვე წარმოშვა პროტესტანტული ეკლესიები, ხოლო პროტესტანტული მოძრაობა კი თავის მხრივ აკნინებდა კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტს ევროპაში, ვფიქრობ, რომ ადვილად უნდა მივხვდეთ, რომ სწორედ რეფორმაციით დასუსტებული კათოლიკური ეკლესიის გასაძლიერებლად იქნა პაპის მიერ ტრიენტის საეკლესიო კრება მოწვეული. თან თქვენ სახელმძღვანელოში პირდაპირ მითითებული ჰქონდათ, რომ პაპი მიზნად ისახავდა კათოლიკურ მისიონერული მოღვაწეობის გაფართოებას და მღვდელ მონაზვნების განათლების დონის ამაღლებას. რატო ითვალისწინებდა განათლების დონის ამაღლებას? იმიტომ რომ კათოლიკური ეკლესიის პოზიციები აღედგინა და გაეძლიერებინა. შემდეგი შეკითხვა ასეთი არის: რა დათმობაზე მოუწია ანრი მეოთხეს, რათა ის საფრანგეთის მეფედ გამხდარიყო? და მოდით წავიკითხოთ სავარაუდო პასუხები. მიიღო კათოლიკობა, შეურიგდა ჰუგენოტებს, აიკრძალა იეზუიტთა ორდენი, შემოიღო ღვთისმსახურება ლათინურ ენაზე. სავარაუდო პასუხებიდან ვარიანტი აი ჰუგენოტები არის ნახსენები და ვფიქრობ, ამან თქვენ უნდა გაგახსენოთ, რომ ანრი მეოთხე, რომელიც გახდათ ნავარიის მეფე, ბურბონი წარმოადგენდა სწორედ ჰუგენოტების ლიდერს რელიგიური დაპირისპირების დროს საფრანგეთში. სასურველია თქვენ იმთავითვე გაგახსენდეთ, რომ ანრი მეოთხეს უკავშირდება სწორედ 1572 წელს საფრანგეთში ცნობილი ბართლომეს ღამედ დატრიალებული ტრაგედიაც და აუცილებლად ამ შემთხვევაში საჭირო არის კონკრეტული ისტორიული მოვლენის აღდგენა. გახსენება, რომ ანრი მეოთხე მონაწილე იყო საფრანგეთში რელიგიური ომების და ეს რელიგიური ომები როგორ დასრულდა, ჩვენ შედეგიც უნდა გავიხსენოთ და სწორედ შედეგში ვიცით, რომ საბოლოოდ ანრი ნავარელმა მიიღო კათოლიკობა, გახდა საფრანგეთის მეფე და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ბურბონთა დინასტია საფრანგეთის ტახტზე და აი სწორედ მოცემულ კითხვაზე სწორი პასუხი არის ა ვარიანტი, ანრი მეოთხემ მიიღო კათოლიკობა. სად მდებარეობდა ინგლისელთა მიერ 1607 წელს დაარსებული კოლონია ჯეიმსთაუნი და პირდაპირ ეს არის იმ ტიპის დახურული კითხვა, რომლის პასუხიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სწორედ ჩრდილოეთ ამერიკა. რა სახელით შევიდა ისტორიაში ჩარლზ პირველის მიერ 1640 წელს მოწვეული პარლამენტი? გვეკითხებიან მე-15 შეკითხვაში და აი ამ შემთხვევაში
აუცილებელი არ არის ზუსტად გახსოვდეთ თარიღი 1640 წელი, მაგრამ სავალდებულო არის იცოდეთ ჩარლზ პირველის სახელთან დაკავშირებული მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ინგლისის ისტორიაში ეს არის ინგლისის რევოლუცია, რომელსაც სამოქალაქო ომს უწოდებთ ამავე დროს. თქვენ უნდა იცოდეთ ინგლისის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული გარკვეული ფაქტები და ის ძირითადი ფაქტი, სადაც აღწერილი არის თუ როგორ უპირისპირდებოდა ჩარლზ პირველი ხანგრძლივ პარლამენტს. სწორედ ხანგრძლივ პარლამენტთან კონფლიქტის საფუძველზე დაიწყო ინგლისში რევოლუცია, რასაც შედეგად მოყვა შემდგომ მონარქიის დამხობა ქვეყანაში და რესპუბლიკის დამყარება. ანუ მოცემულ შეკითხვაზე პასუხი არის ხანგრძლივი პარლამენტი. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა მიანიშნებდა საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე მე-17 საუკუნეში? მე-17 საუკუნე უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ეპოქა საფრანგეთში წარმოადგენს აბსოლუტიზმთან დაკავშირებულ ხანას, ხოლო აბსოლუტიზმს აი ამ მოვლენას მოდით დაუკავშიროთ ახლა, გავიხსენოთ კონკრეტული ისტორიული ფიგურები. ეს არის ლუი XIII და კარდინალი რიშელიე და სწორედ კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობისას გამოაცხადა გენერალურმა შტატებმა თავი თვით დათხოვნილად და აი ამ მოვლენების გახსენების საფუძველზე ჩვენ უკვე უნდა მივიდეთ სწორ პასუხამდე, რომ აღარ იწვევდნენ გენერალურ შტატებს მე-17 საუკუნეში. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლოდ შეიქმნა საღვთო ლიგა მე-17 საუკუნის ბოლოს, ჩამოთვლილია რუსეთი, ოსმალეთი, საფრანგეთი და ირანი. მოცემულ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენ მასალა ლოგიკურად მე-17 საუკუნეში ჩამოთვლილი 4-ვე სახელმწიფო საკმაოდ ძლიერია და მოდით გავიხსენოთ, რომ 1684 წელს პაპის ინიციატივით ჩამოყალიბდა ანტიოსმალური კოალიცია საღვთო ლიგა, რომელშიც ავსტრია, ვენეცია, პოლონეთი და ბოლოს რუსეთიც შევიდნენ და ისინი ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ოსმალეთის იმპერიას. რა უკავშირდება ვახტანგ მეექვსის სახელს? ჩამოთვლილი არის ძეგლის დადების რედაქტირება, საუკაცთა კომისიის შექმნა, ხელმწიფის კარის გარიგების გადაწერა და დიდი კარაბადინის თარგმნა და ვფიქრობ, ესეც საკმაოდ მარტივი შეკითხვა არის, იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილი არის, რომ სწორედ ვახტანგ მეექვსის მითითებით შეიქმნა საუკაცთა კომისია, რომელსაც ევალებოდა ქართლის ცხოვრების რედაქტირება, გამართვა, გაგრძელება და აი ამ საუკაცთა კომისიის ხელმძღვანელი იყო ბერი ეგნატაშვილი. ანუ სწორი პასუხია ბ ვარიანტი საუკაცთა კომისიის შექმნა. რომელი ქვეყანა ითვლება აღორძინების რენესანსის სამშობლოდ და მთავარ ცენტრად? შეგახსენებთ, რომ რენესანსის ქრონოლოგიური ჩარჩოებია მე-14-მე-16 საუკუნეები. რენესანსი ფრანგული სიტყვა და აღორძინებას ნიშნავს, თუმცა მართალია თავად ტერმინი ფრანგული წარმოშობის არის, მაგრამ მისი წარმოშობა, მისი აღორძინება აი ამ პროცესის უკავშირდება ცნობილ იტალიურ ქალაქ რესპუბლიკებს, ფლორენციისა და ვენეციის სახელს და სწორი პასუხი არის დ იტალია. რა მიუთითებს მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის სამეფოს სამეურნეო ეკონომიკურ გაძლიერებაზე? ნახეთ, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი არის მითითებული და ქართლ-კახეთის სამეფო. მოდით ჩვენ მე-18 საუკუნის ქართლ-კახეთის სამეფოსთან დავაკავშიროთ ჩვენთვის ცნობილი ქართლ-კახეთის მეფეები, ასე თქვენ იცნობთ ერეკლე მეორეს და ნიშნულს გიორგი მე-12-ს და მოდით გავიხსენოთ ახლა გიორგი ერეკლე მეორეს მიერ გატარებული ღონისძიებები
ეკონომიკური მიმართულებით თქვენ სახელმწიფოში მითითებული იყო, რომ სწორედ ერეკლეს დროს დაიწყო სპილენძის, ოქროს, ვერცხლის მოპოვება და დამუშავება, ასევე თუჯის და რკინის დამუშავება და აი ამ შემთხვევაში ჩვენ მარტივად შეგვეძლო გამოგვერიცხა ADB ვარიანტი, უпростоრად გამოგვერიცხა D და G ვარიანტი და სწორი პასუხი ADB შორის უნდა აგვერჩია, მაგრამ სწორი ვარიანტი ამ ორ შესაძლო პასუხს შორის არის მაინც სამთამადნო წარმოების დაწყება და განვითარება. რა იყო 1805 წელს გამართული ტრაფალგარის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი? მოცემულ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენ კონკრეტული ბრძოლა, თუ ვინ ებრძოდა ტრაფალგარის ომში ერთმანეთს. ეს იყო ერთის მხრივ ინგლისი და საფრანგეთ-ესპანეთის კოალიციური საზღვაო ფლოტი. მოდით ახლა გავიხსენოთ ეს ბრძოლა რა შედეგით დასრულდა და თქვენ იცით, რომ ტრაფალგარის ბრძოლაში ადმირალმა ნელსონმა, ინგლისის ფლოტის ხელმძღვანელმა, გაანადგურა ფრანგულ-ესპანური ესკადრა და ნახოთ ახლა რა სავარაუდო პასუხებს გვთავაზობენ. ინგლისელების მიერ ოქროს ყურის დაკარგვა, პრუსიის ჯარის მიერ ირანის რაინის ზონის ოკუპაცია, საფრანგეთის შემადგენლობაში სამხრეთ საფრანგეთის შესვლა, საფრანგეთის ჯარის ინგლისში გადასხმის გეგმის ჩაშლა. თქვენ, როდესაც ტრაფალგარის ბრძოლის შესახებ ისწავლეთ თემა, მითითებული გქონდათ, რომ ნაპოლეონი გეგმავდა ტრაფალგარის ბრძოლის შემდეგ, აი ამ ბრძოლის საფუძველზე ინგლისში გადასვლას, ინგლისში შეჭრას და აი ამ ნაპოლეონის მიზნიდან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ტრაფალგარის ბრძოლის შემდეგ ჩაიშალა საფრანგეთის ჯარის ინგლისში გადასხმის გეგმა. ანუ აუცილებლად აღმადგენთ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, ვიხსენებთ ამ მოვლენის შედეგს და ამ მოვლენის შედეგიდან გამომდინარე ვაკეთებთ უკვე დასკვნას და ვარჩევთ სწორ პასუხს. მოცემულ შემთხვევაში 22 შეკითხვა ასეთია, რა იყო აღმოსავლეთ საქართველოში 1804 და 1812 წლების აჯანყების მიზეზი? ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არის აღმოსავლეთ საქართველო, ქართლ-კახეთის სამეფო შესული. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე პირველის მანიფესტით 1801 წელს გაუქმდა ქართლ-კახეთის მეფობა და ეს უკანასკნელი შევიდა რუსეთის იმპერიაში გუბერნიის სახელით. 1804 წელს მთიულეთში, 1812 წელს კახეთში ორი აჯანყება მოხდება, რომელიც მოჰყვა რუსეთის მიერ განხორციელებულ მკაცრ, უხეშ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს. გავიხსენოთ, როგორ ექცეოდნენ სამხედრო გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მთიულ მოსახლეობას რუსი მეომრები, ჯარისკაცები, მოხელეები, კახეთის მოსახლეობას როგორ აიძულებდნენ ისინი უკანასკნელი პურის მარაგი მიეცათ მათთვის და მოდით ვნახოთ ახლა სავარაუდო პასუხები. არსებული კოლონიური პოლიტიკა, ადგილობრივი ფეოდალების თვითნებობა, პროლეტარიატის მძიმე სოციალური პირობები, კერძო საკუთრებაში არსებული მიწების ჩამორთმევა და აი კონკრეტულ შემთხვევაში საკმაოდ ზოგადი პასუხი არის სწორი პასუხი, არსებული კოლონიური პოლიტიკა და აი ამ კოლონიურ პოლიტიკაში გულისხმება უკვე ჩემს მიერ ნახსენები ძალზე მკაცრი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. რა იყო 1777-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ბერლინში ხელმოწერილი საზაო ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა? აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ამ შემთხვევაშიც რუსეთ-ოსმალეთის ომი და ეს ომი რა შედეგით დასრულდა
ვიხსენებთ, რომ ამ ომში გაიმარჯვა რუსეთმა და მოდით ნახოთ ახლა რუსეთის გამარჯვებას ომში რა შედეგი მოჰყვა. ჩამოთვლილი ვარიანტები წავიკითხოთ. ტაუს პროვინცია უბრუნდებოდა ოსმალეთს, კლარჯეთის რეგიონი ცხადდებოდა ნეიტრალურ ზონად, არტანში დროებით მყარდებოდა ომმხრივი მმართველობა, აჭარა გადადიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ რუსეთი არის გამარჯვებული ამ ომში, შესაბამისად ერთადერთი სწორი პასუხი გამოდის D ვარიანტი, გარდა ამისა, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ როდის შეუერთდა აჭარა ქართულ ტერიტორიებს, სწორედ რომ 1878 წლის ზავის საფუძველზე რუსეთის იმპერიის ფარგლებში ქართულ ტერიტორიებს შეუერთდა აჭარა და ჩვენ ვამბობთ, რომ დაგვიბრუნდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკარგული ქართული ისტორიული მხარე ამ ომის შედეგად. რა ეწოდებოდა ორგანოს, რომელმაც 1818 წელს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ვეკითხებიან და აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ 1918 წელს 6 იანვარს, მას შემდეგ, რაც რუსეთში დამყარდა ბოლშევიკების დიქტატურა, ამავე წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის პარლამენტი, იგივე სეიმი, რომლის თავმჯდომარეთაც არჩეული იქნა კარლო ჩხეიძე და ბრესტ-ლიტოვსკის 1918 წლის 3 მარტის ზავის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც თურქეთის არმია შემოიჭრა ამიერკავკასიის საზღვრებში, 1918 წლის 9 აპრილს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი და გამოაცხადა მან ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სწორედ არსებული ისტორიული მოვლენის აღდგენის საფუძველზე ჩვენ გავცემთ პასუხს 24 შეკითხვას, რომ ეს არის ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც წარმოადგენდა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მთელი ამიერკავკასიის პარლამენტს. რა ეწოდებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაწყებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ორგანოს და მოდით გავიხსენოთ ამ შემთხვევაშიც, რომ სწორედ საბჭოთა რუსების მიერ საქართველოს ოკუპაციას 1922 წლის თებერვალში შედეგად მოჰყვება ამავე წელს აპრილში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის იგივე დამკომის ჩამოყალიბება, რომელიც პოლიტიკური მეთოდების გარდა იწყებდა უკვე სხვადასხვა სამხედრო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას. ეს იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ასევე გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც თავის მხრივ აგრძელებდნენ ბრძოლას დამპყრობლებელი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. და ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, G ვარიანტი არის ამცემული კითხვის სწორი პასუხი. რატომ უჭერდა ქართულ ემიგრანტთა ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს მხარს გერმანიას გვეკითხებიან და მოდით წავიკითხოთ სავარაუდო პასუხები. უმეტესობას განათლება ჰქონდა გერმანიაში მიღებული და ბევრი იქაურ პოლიტიკოსა და სამხედრო მოღვაწეს პირადად იცნობდნენ. მაღალი პოსტები ეკავათ გერმანიის ხელისუფლებაში მყოფ ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში, იმთავითვე შეიძლება გამოვიწყოთ ეს ვარიანტი. გერმანიაში ცხოვრობდნენ და სახელმწიფოში არსებული ტოტალიტარული რეჟიმის გამო სხვა არჩევანი არ ჰქონდათ და D ვარიანტი მიაჩნდათ, რომ გერმანიის გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას თავისთავად შეუწყობდა ხელს და მოცემულ შემთხვევაში ალბათ მიხვდებით, რომ ეს არის D ვარიანტი. პირველ მსოფლიო ომშიც, მეორე მსოფლიო ომშიც ქართველებს ჰქონდათ იმედი, რომ მართლაც საქართველო მოახერხებდა და გათავისუფლდებოდა რუსეთის საბჭოთა
საოკუპაციო რეჟიმისაგან და მოცემულ შემთხვევაში დახმარებას სწორედ ისინი გერმანიისგან ელოდნენ. 22 შეკითხვა, რას გულისხმობდა ცივი ომის დროს შემუშავებული მარშალის გეგმა? მოცემული არის შემდეგი სავარაუდო პასუხები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას, აფრიკისა და აზიის სახელმწიფოებში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას იმთავითვე გამოირიცხება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თქვენ გახსოვთ, რომ მარშალის გეგმის მიზანი იყო სწორედ ომის შემდგომ ევროპის დახმარება და გევარიანტი ვნახოთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩანაგებული ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ დახმარებას და დ ვარიანტი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გაზრდას მათთვის მეტი უფლებების მინიჭებით. მოკლედ ბ და დ ვარიანტი იმთავითვე გამოირიცხება, რჩება ა და გ შესაძლოს ორი სავარაუდო პასუხები, თუმცა თუ მივაქცევთ ყურადღებას, ა ვარიანტში წერია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას. არა და თქვენ გახსოვთ, რომ მარშალის გეგმა მარტო სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას არ ითვალისწინებდა და ამიტომაც სწორი პასუხი იქნება გ ვარიანტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩანაგებული ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ დახმარებას. ბოლო შეკითხვა ასეთია, რამ განაპირობა ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების სამხედრო ნაწილების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს. და შეიძლება თქვენ უცებ წელი ვერ გაიხსენოთ, მაგრამ თავად კითხვაში არის მოყოლილი კონკრეტული მოვლენის, მოცემული არის კონკრეტული მოვლენის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომ ვარშავის ხელშეკრულების ბლოკის სახელმწიფოები შეიჭრება ჩეხოსლოვაკიაში და აი ამან უნდა თქვენ გაგახსენოთ ცნობილი პრაღის გაზაფხული, როცა ჩეხოსლოვაკიაში ადამიანური სოციალიზმის მოთხოვნით გამოსულ მოსახლეობას იარაღით გაუსწორდა საბჭოთა ხელისუფლება სწორედ ვარშავის ბლოკის ქვეყნებთან ერთად. ამ ოპერაციაში შეგახსენებთ ოპერაცია დუნაი ეწოდა და მოდით ვნახოთ რა ვარიანტები არის მოცემული სავარაუდო პასუხებში. სახელმწიფოში დაწყებულმა მსხვილი საწარმოების ნაციონალიზაცია, თავითვე შეიძლება ამის გამორიცხვა სავარაუდო პასუხის, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების სურვილმა თავი დაეხტია საბჭოთა კავშირის დიქტატისგან, გ ვარიანტი გვეუბნება სახელმწიფოში დაწყებულმა შეერაღებულმა დაპირისპირებამ ჩეხებსა და სლოვაკებს შორის, რაც იმთავითვე გამოირიცხება და დ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კომუნისტების წინააღმდეგ დაწყებულმა რეპრესიებმა და თქვენ თუ ზოგადად იცით მაინც ამ მოვლენის შინაარსი, გამორიცხვის მეთოდითაც შეიძლება სწორად გავცეთ პასუხი, საკმარისია გავიხსენოთ ნაწილობრივ ის ფაქტი, რომ ვარშავის ხელშეკრულების ლიდერი ამ შემთხვევაში იყო საბჭოთა კავშირი და ამ ქვეყანაში, ამ ჩეხოსლოვაკიაში ჯარების შეყვანის ინიციატორიც იყო საბჭოთა ხელისუფლება. ხდება კითხვა რატომ შეიყვანა ჯარები? იმიტომ რომ სწორედ ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას სურდა თავი დაეხტია საბჭოთა კავშირის დიქტატისაგან. ახლა მოდით გადავიდეთ მეორე ტიპის დავალებაზე, ეს არის ქრონოლოგია და შეგახსენებთ, რომ ისტორიული მოვლენები, ფაქტები თუ ისტორიული პირები ჩვენ უძველესიდან უახლესისკენ უნდა დავალაგოთ თანმიმდევრულად ან ქრონოლოგიურად. ქრონოლოგიურად მოვლენათა დალაგება ძალიან მარტივია, როცა ჩვენ გვახსოვს მათი თარიღები, თუმცა რთულია ყველა მათგანის დამახსოვრება, ყველა თარიღის დამახსოვრება და რეალურად არც არის საჭირო ვიცოდეთ ყველა ფაქტის თუ მოვლენის კონკრეტული თარიღი. მაგრამ საჭიროა ამა თუ იმ მოვლენის სწორი ორიენტირება მოვახდინოთ დროში. ჩვენ გვეძლება კონკრეტული მოვლენა ან ეპოქა და გთხოვენ მათთან დაკავშირებული ფაქტების ან მოვლენების თანმიმდევრულად დალაგებას, რომელთა შორისაც აუცილებლად არსებობს მიზეშედეგობრივი კავშირი და ლოგიკური მსჯელობით სავსებით შესაძლებელია სწორედ ეს მიზეშედეგობრივი კავშირები სწორად დავალაგოთ. მოდი ვნახოთ, როგორი არის პირველი ქრონოლოგია და გთხოვენ აი ჯვაროსნული ლაშქრობა არის მოცემული და გთხოვენ რომ ქრონოლოგიურად დავალაგოთ ჯვაროსნულ ეპოქასთან დაკავშირებული მოვლენები.
შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნული ომები იწყება მე-11 საუკუნეში, კერძოდ 1096 წელს და იგი მიმართული იყო სელჩუკების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა წმინდა მიწის გათავისუფლებას მუსულმანებისაგან. მოდით ვნახოთ რა ვარიანტებს გვთავაზობენ. პირველი ეს არის ზავის დადება რიჩარდ ლონგულსა და სალადინს შორის. ნახეთ, მოცემულ შემთხვევაში ახლა ეს ორივე ისტორიული ფიგურა უნდა დაუკავშიროთ ჯვაროსნულ კონკრეტულ ერთ-ერთ ომს და არ არის საჭირო ჩვენ გავიხსენოთ მათ შორის ომის ზუსტი თარიღი. ეს არის 1191 წელი. საკმარისია ჩვენ გავიხსენოთ, რომ რიჩარდ ლონგული და სალადინი გვხვდება მესამე ჯვაროსნულ ომში და მესამე ჯვაროსნული ომი კი იყო მე-12 საუკუნის დასასრულს. უკვე დაახლოებით გვეცოდინება აი ამ კონკრეტული მონაცემის სავარაუდო პერიოდი. ასევე მეორე მოვლენა ეს არის კლერმონის საეკლესიო კრება. სწორედ კლერმონის საეკლესიო კრებაზე 1095 წელს პაპ ურბან მეორე სიტყვით გამოსვლით დაიწყო პირველი ჯვაროსნული ომი და საკმარისია ვიცოდეთ, რომ კლერმონის საეკლესიო კრებამ დაუდო ჯვაროსნულ ომებს საფუძველი, რომ იმთავითვე უკვე კლერმონის საეკლესიო კრება გადმოინაცვლებს პირველი ვარიანტის ზემოთ, ანუ ზავის დადება რიჩარდ ლონგულისა და სალადინს შორის. აი ამის წინ დადგება მეორე მოცემული შემთხვევა და ბოლოს ჰოსპიტალიერთა ორდენის დაარსება არის მოცემული. ჰოსპიტალიერთა ორდენი კი დაარსდა პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ, კონკრეტულად 1120 წელს იერუსალიმში. სრულებით არ არის საჭირო ვიცოდეთ, გვახსოვდეს ახლა ჩვენ 1120 წელი, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ორდენები ძირითადად პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ ყალიბდება და უკვე ეს მოვლენებიც მარტივად დალაგდება. მაშ ასე ჯვაროსნული ომი იწყება კლერმონის საეკლესიო კრებით, ესე იგი ჯერ იქნება მეორე ვარიანტი. შემდეგ ჰოსპიტალიერთა ორდენის დაარსება, ეს არის პირველი ჯვაროსნული ომის შემდგომი მოვლენა, ანუ შემდგომ იქნება მესამე ვარიანტი, ხოლო ზავის დადება რიჩარდ ლონგულსა და სალადინს შორის კი მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ბოლოს განხორციელდა და ეს ქრონოლოგია, ეს მოვლენები დალაგდება შემდეგნაირად მეორე, მესამე და პირველი. შემდეგი ქრონოლოგია ასეთია. გვეუბნებიან, რომ ქრონოლოგიურად უნდა დავალაგოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში მომხდარი მოვლენები. ანუ გერმანიის გაერთიანების პროცესში მიმდინარე მოვლენებთან გვაქვს საქმე, მოცემული არის სედანის ბრძოლა. სედანის ბრძოლა ეს იყო პრუსიასა და საფრანგეთს შორის 1870 წელს. შეიძლება თქვენ კონკრეტულად თარიღი არ გახსოვთ, მაგრამ სასურველია თვითონ გაიხსენოთ მოვლენის შედეგი. თუ თქვენ გაიხსენებთ, რომ სედანის ბრძოლა დასრულდა ნაპოლეონ მესამე საფრანგეთის იმპერატორის დამარცხებით და დატყვევებით, ხოლო ბისმარკის გერმანიის კანცლერის გამარჯვებით და სედანის ბრძოლის შემდეგ, სწორედ ერთი წლის შემდეგ 1871 წელს გაერთიანდა გერმანია, უკვე ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და გვეცოდინება თუ აი სედანის ბრძოლა მე რამდენი ნომრად უნდა ჩავწეროთ ქრონოლოგიაში. მოდით ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ, რას გვთავაზობენ, ეს არის ბისმარკის დანიშვნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად. აი ამ შემთხვევაში სრულებით არ არის საჭირო გვახსოვდეს 1862 წელი, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა ბისმარკი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ბისმარკის კანცლერობის შემდეგ იწყება გერმანიის გაერთიანება და სწორედ ბისმარკის დამსახურება იყო სედანის და შემდგომ მოცემულ სადავას ბრძოლაში გამარჯვება. ამიტომაც უკვე ვიცით, რომ ბისმარკის დანიშვნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად გადაინაცვლებს სედანის ბრძოლის წინ. და მესამე ვარიანტი არის სადოვას ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ სადოვას ბრძოლა 1866 წელს ავსტრიასა და პრუსიას შორის მოხდა.
სადაც გაიმარჯვა პრუსიამ და ისწორედ სადოვას ბრძოლის შემდეგ უკვე ბისმარკი ემზადება ნაპოლეონ მესამესთან საბრძოლოად, რასაც შედეგად სედანის ბრძოლაში მისი გამარჯვება მოჰყვება. ანუ თქვენ თუ არ გახსოვთ კონკრეტული თარიღები, თუ იცნობთ თემაში კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, ამ მოვლენის შემადგენელი ისტორიული კონკრეტული ფაქტები აუცილებლად უნდა იცოდეთ თანმიმდევრულად და დაგამახსოვრდებათ კიდეც თანმიმდევრულად, იმიტომ რომ ყველა კონკრეტული ფაქტი ერთმანეთთან მიზეზ შედეგობრივ კავშირში იმყოფება და ამიტომაც ფიქრობ, არ უნდა გაგიჭირდეთ დალაგება ამ ქრონოლოგიის, რომ თავიდან იყო ბისმარკის დანიშვნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად, შემდეგ სადოვას ბრძოლა პრუსიასა და ავსტრიას შორის და ბოლოს სედანის ბრძოლა პრუსიასა და საფრანგეთს შორის. შემდეგი ქრონოლოგია ასეთია, მოცემული არის 1914-18 წლებში მომხდარი მოვლენები, მაშინვე უნდა დაუკავშიროთ 1914-18 წლები პირველ მსოფლიო ომს და ესე იგი უკვე ვიცით, რომ ჩვენ პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებული მოვლენები გვაქვს ქრონოლოგიურად დასალაგებელი. სარიყამიშის ბრძოლა. ეს იყო ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის ბრძოლა. ჩვენ ვიხსენებთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ოსმალეთი ჩაებმება ომში ნოემბერში 1914 წლის და იგი ებრძვის რუსეთს. კერძოდ სარიყამიშის ბრძოლაში 1914 წელს ოსმალეთის მთავარსარდალი ენვერ ფაშა ებრძვის რუსულ არმიას და ეს უკანასკნელი სწორედ სარიყამიშის ბრძოლის შემდეგ გეგმავდა უკვე ბათუმში შეჭრას. სარიყამიშის ბრძოლაში რუსებთან ერთად თავი გამოიჩინეს ქართველებმა ვასილ გაბაშვილის მეთაურობით და მათ ერთად შეძლეს თურქეთის, უпроსტად ოსმალეთის მესამე არმიის განადგურება. შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვახსოვს კონკრეტული ეპიზოდები, დეტალები და თარიღები, მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ სარიყამიშის ბრძოლა ოსმალეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე. რაც შეეხება ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობას, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის, ვინაიდან სწორედ ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა 1914 წელს 28 ივნისს სარაევოში გავრილო პრინციპის მიერ გახდა საბაბი პირველი მსოფლიო ომის დაწყების და თუ ჩვენ ვიცით რა იყო პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი, უკვე გვეცოდინება, რომ ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა უნდა გადაინაცვლოს სარიყამიშის ბრძოლის წინ. და ბოლოს მოცემული არის ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმა მეორე მსოფლიო ომში და შეგახსენებთ, რომ 1917 წლის დასაწყისში ჩაება ამერიკა პირველ მსოფლიო ომში, როცა აშკარა გახდა გერმანიის წარმატებები უპირატესობა ანტანტაზე, როცა უკვე ბრიტანეთი ვეღარ უმკლავდებოდა გერმანიის მიერ განხორციელებულ შეტევას წყალქვეშა ომს და იქმნებოდა საფრთხე, რომ ამ ომში სამთა კავშირს გაემარჯვა. და ეს კონკრეტული მოვლენების დალაგდება შემდეგნაირად, ჯერ იყო მეორე ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა, მას შემდეგ მოდის სარიყამიშის ბრძოლა 1914 წლის დეკემბერში და ბოლოს 1917 წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმა მეორე მსოფლიო ომში. შემდეგი ტიპის დავალება ეს არის ილუსტრაციის ანალიზი, აუცილებლად კითხულობ თქვენ კონკრეტულად ინსტრუქციას, მოდით წავიკითხოთ ერთად, ყურადღებით გაანალიზეთ ინსტრუქციაზე მოცემული ინფორმაცია და უპასუხეთ დასმულ კითხვებს. ყოველ კითხვას გაეცით კონკრეტული და მომწურავი პასუხი, პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას და დავალების მაქსიმალური ქულა 5. ანუ თან გვეუბნებიან ინსტრუქციაში, რომ ორი ტიპის დავალება 33 და 34, პირველი დავალების მაქსიმალური ქულა 5, ხოლო მეორესი 4. და მოდით ნახოთ რა ტიპის ილუსტრაცია არის ჩვენს წინაშე, ჩვენ ვხედავთ, მოცემული არის ორი ისტორიული წყარო, ორი ილუსტრაცია, ერთ ილუსტრაციაზე ასახული არის კონკრეტული მოვლენა, ხოლო მეორეზე კი ამ მოვლენასთან დაკავშირებული ისტორიული ფიგურა. მოდით თვით ილუსტრაციის ქვემოთ არსებული განმარტებაც წავიკითხოთ.
გვეუბნებიან, რომ ილუსტრაციაზე ასახულია ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხედართმთავარი და მის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის ერთი ეპიზოდი. ანუ თვითონ განმარტება უკვე გვაძლევს გარკვეულ ნიშნებებს. დეტალურად ვაკვირდებით ილუსტრაციას, ეხლა მოცემულ შემთხვევაში აქ არც თარიღი და არც წარწერა არ არის დატანილი. სხვა შემთხვევაში თქვენ შეიძლება შეგვიძლია გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და დაათვალიეროთ და უნდა ამოვიცნოთ ახლა რომელი კონკრეტული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე. მოდით გადავიდეთ კონკრეტულად კითხვებზე. პირველი შეკითხვა არის ერთგულიანი. პრაქტიკულად ყველა შეკითხვა აი ამ დავალებაში არის თითოქულიანი და გთხოვენ დავასახელოთ მთები, ანუ რა ეწოდება მთებს, რომლებზე გადასვლაც ასახულია პირველ ილუსტრაციაზეო. ჩვენ თვითონ ილუსტრაციის განმარტებაში გვაქვს მინიშნება, რომ ასახულია ძველი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა და სურათზე გვაქვს მოცემული კიდევ ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა. ეხლა ჩვენ უნდა გავიხსენოთ ანტიკურ ხანაში, ჩაცმულობიდან ვაგვხვდებით, რომ ეს ანტიკური ხანა, თან გვეუბნებიან, რომ ძველი მსოფლიოს ისტორია არის ასახული, რომელი მხედართმთავარი ვიცით, რომელიც სპილოებს იყენებდა და ამავე დროს ნახეთ, კითხვა გვაძლევს მინიშნებას, რომ საუბარია მთებზე და მთების გადასვლაზე და ფიქრობ, ეს სპილოები თვითონ მინიშნება, რომ მთების გადალახვის პროცესია ასახული, ძალიან ცნობილი მთავარსარდალია, უკვე ეს ყველაფერი ეს მინიშნება უნდა იყოს საკმარისი, რომ მიხვდეთ, რომ საუბარი არის ჰანიბალზე და მის მიერ პუნიკური ომის დროს ალპების გადალახვაზე. და უნდა ჩაიწეროთ კონკრეტული პასუხი პასუხებში, რომ მთებს, რომელიც გადალახა სწორედ ჰანიბალმა და ასახულია პირველ ილუსტრაციაზე, ეწოდება ალპები. შეგახსენებთ, რომ ჰანიბალმა ალპების გავლით პირინეის ნახევარკუნძულიდან აპენინის ნახევარკუნძულზე გადაიყვანა ჯარი, საბრძოლო სპილოები და ომი გადაიტანა იტალიაში. მეორე შეკითხვა ასეთია, დაასახელეთ პიროვნება, რომელიც გამოსახულია მეორე ილუსტრაციაზე და ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ამოვიცანით უკვე, რომ მეორე ილუსტრაციაზე მსოფლიო ისტორიის საყოველთაოდ ცნობილი უდიდესი მხედართმთავარი ჰანიბალია გამოსახული. შემდეგი შეკითხვა, რატომ აირჩია მხედართმთავარმა, ანუ ჰანიბალმა ლაშქრობისთვის სწორედ ეს რთული გზა, რომელი რთული გზა, ალპების გადალახვა იგულისხმება აქ. და აი ამ შემთხვევაში მე ესეთი სავარაუდო პასუხი მაქვს, რომ არ ელოდებოდნენ რომაელები ამ რთული მიმართულებიდან შეტევას და ისინი მომზადებლები იქნებოდნენ ომისთვის. შემდეგი შეკითხვა, რა სახელწოდებით არის ცნობილი ისტორიული მოვლენა, რომლის დროსაც განხორციელდა პირველ ილუსტრაციაზე ასახული სამხედრო ოპერაცია. რა სახელწოდებით არის ცნობილი მოვლენა, რომელიც პირველ ილუსტრაციაზეა ასახული? კიდევ ერთხელ გადავალოთ თვალი შეკითხვას, გთხოვთ რამდენჯერმე წავიკითხოთ შეკითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ გავცეთ პასუხი. ჩვენ გვეკითხებიან მოვლენას და არა კონკრეტულ ბრძოლაზე არის კითხვა დასმული და ეს მოვლენა არის პუნიკური ომი. ჰანიბალი ჩვენ გვხვდება მეორე პუნიკურ ომში და ამიტომ უნდა მივითითოთ, რომ ეს არის მეორე პუნიკური ომი. შემდეგი შეკითხვა, რა შედეგით დასრულდა ისტორიული მოვლენა, რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო პირველ ილუსტრაციაზე ასახული სამხედრო ოპერაცია. ანუ პირდაპირ გვეკითხებიან, რა შედეგით დასრულდა მეორე პუნიკური ომი და ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ მეორე პუნიკური ომი საბოლოოდ ძველი წელთაღრიცხვის 202 წელს დამასთან ბრძოლის შემდეგ დასრულდა ჰანიბალის, ანუ კართაგენის დამარცხებით და რომის გამარჯვებით. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, ანუ ერთი ვარიანტი
კართაგენის დამარცხებით ან თუნდაც რომის გამარჯვებით, ორივე შემთხვევაში თქვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად სწორი. მოდით ახლა შემდეგი ილუსტრაციის ანალიზზე გადავიდეთ. თქვენს წინაშე მოცემული არის ფოტო. ერთი ფოტო, მოდით გულდასმით დავათვალიეროთ ეს ფოტო, წავიკითხოთ მასზე დატანილი წარწერები, ხმა მიეცით საარჩევნო ბლოკს, მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო, ზვიადგამსახურდია, საარჩევნო ბლოკის თავმჯდომარე. და მოდით ახლა დავიწყოთ კითხვების განხილვა. აქაც თითოეული კითხვა ერთხულად არის შეფასებული და პირველი შეკითხვა ასეთია: რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას უწევს პროპაგანდას ეს საარჩევნო პლაკატი? თავად ფოტოზე არის მითითებული სწორი პასუხი, რომელ ორგანიზაციას, პოლიტიკურ ორგანიზაციას უწევს პროპაგანდას საარჩევნო პლაკატი გვეკითხებიან და მოდით ნახოთ თუ არის მინიშნება და ნამდვილად არის მინიშნება პლაკატზე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის და ნახეთ ჩვენ წავიკითხეთ, რომ გვეუბნება პლაკატი, რომ ხმა მიეცით საარჩევნო ბლოკს. რომელ საარჩევნო ბლოკს? მრგვალი მაგი და თავისუფალ საქართველოს. პასუხიც იქნება ეს პირდაპირ დავაკოპირებთ პასუხს, ეს არის მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო. მეორე შეკითხვა. ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რამ იყო ამ პოლიტიკური ორგანიზაციის საბოლოო მიზანი და ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, თვითონ შეკითხვა მიგვანიშნებს, რომ ილუსტრაციაზევე უნდა ვეძებოთ არსებულ შეკითხვის პასუხი, ანუ მოდი კიდევ ერთხელ გადავალოთ თვალი შეკითხვას, გვეკითხებიან, რომ ამოვიცნოთ პოლიტიკური ორგანიზაციის საბოლოო მიზანი. მოდი წავიკითხოთ, რა ქვია ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას? მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო. თავად საარჩევნო ბლოკის სათაური მიგვანიშნებს, რომ აი ამ ბლოკის მიზანი საბოლოოდ არის თავისუფალი საქართველო ან საქართველოს გათავისუფლება. ნებისმიერი ვარიანტი სწორი იქნება, თუ ჩაიწერება პასუხში. და ბოლო, არამედ მესამე კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, თქვენი აზრით, რატომ არის საარჩევნო პლაკატზე გამოსახული ზვიადგამსახურდია? თავად პლაკატი დაგვეხმარება, რომ გავცეთ მესამე შეკითხვასაც პასუხი. ნახეთ, მითითებული არის, რომ ზვიადგამსახურდია საარჩევნო ბლოკის თავმჯდომარეა. დავწერთ პასუხებში, რომ ზვიადგამსახურდი არის საარჩევნო ბლოკის თავმჯდომარე, ან ასეთი სახით მოვახდენთ ინტერპრეტირებას მიღებული ინფორმაციის და დავწერთ, რომ ზვიადგამსახურდია იყო მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს ლიდერი ან ხელმძღვანელი. ნებისმიერ შემთხვევაში სწორი იქნება ჩვენს მიერ ჩაწერილი პასუხი. და ბოლო კითხვა, რომელ წელს გაიმართა არჩევნები, რომლის სააგიტაციო პლაკატია წარმოდგენილი? აი ამ ბოლო კითხვაზე არანაირი მინიშნება არ არის მოცემული ილუსტრაციაზე, ეს უკვე ჩვენ თვითონ უნდა გვახსოვდეთ, თემა უნდა ვიცნობდეთ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ეს 1919 წლიდან 71 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც 62%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა სწორედ მრგვალმა მაგიდამ და თავისუფალმა საქართველომ და ფაქტიურად აი ამ არჩევნებით ქვეყანაში განხორციელდა ხავერდოვანი რევოლუცია და ხელისუფლებაში მოვიდა ხალხის მიერ არჩეული ეროვნული მთავრობა. მოდით ახლა გადავიდეთ არგუმენტირებულ მსჯელობაზე, წავიკითხოთ ინსტრუქცია, გვეუბნებიან რომ ყურადღებით წავიკითხოთ ქვემოთ მოცემული ტექსტები და შევასრულოთ დავალებები. პასუხები ჩავწეროთ პასუხის ფურცლის შესაბამის ადგილას და უნდა გავითვალისწინოთ, რომ არგუმენტი უნდა იყოს კონკრეტული, ნათლად ჩამოყალიბებული და დასრულებული აზრის მქონე. თითო არგუმენტი ფასდება ერთი ხურით. მოდით ნახოთ რა მოვლენაზე არის საუბარი. მე-17 საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში დაიძაბა ურთიერთობა ინგლისის პარლამენტსა და მეფეს შორის. პარლამენტართა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა მეფის წინააღმდეგ ომის დაწყებას, მეორე ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას. მოიტანეთ ერთი არგუმენტი. მოდით ახლა ვნახოთ რა დავალებას ვთხოვენ. მოიტანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც მეფესთან ომის დაწყების მომხრე საკუთარ მოსაზრებას დაიცავდა
და მოვიტანოთ ასევე ერთი არგუმენტი, რომლითაც მეფესთან ომის დაწყების მოწინააღმდეგე საკუთარ მოსაზრებას დაიცავდა. ჩვენ აუცილებლად არგუმენტირებული მსჯელობის დაწყების წინ უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ისტორიული მოვლენა. საუბარი არის მე-17 საუკუნის 40-იან წლებზე და ეს არის სწორედ ინგლისის სამოქალაქო ომის პერიოდი. უნდა გავიხსენოთ, რომ კონკრეტული მეფე არის ჩარლზ პირველი, რომელმაც ორჯერ უკვე დაითხოვა ქვეყანაში პარლამენტი და ცდილობს იგი თავის ძალაუფლების გაზრდას პარლამენტის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. კარგად უნდა გავიხსენოთ, თუ როგორი ტიპის მეფე არის ჩარლზ პირველი, რომ მას აქვს ერთპიროვნული დიქტატორული მიდრეკილებები, საკმაოდ სუსტი მეფეა, იგი ხშირად იბრძვის და თან მუდმივად მარცხდება ომებში და თან ორჯერ უკვე მოიწვია და დაითხოვა პარლამენტი, საბოლოოდ მე-13 მოწვეულ ხანგრძლივ პარლამენტთან მას კვლავ წარმოექმნება სერიოზული კონფლიქტი, ხანგრძლივმა პარლამენტმა გამოსცა კანონი, რომლითაც მეფეს აეკრძალა პარლამენტის დათხოვნა, ასევე პარლამენტმა ამხილა ჩარლზ პირველისა და სასულიერო ლიდერის უკანონო ქმედებანი, რის საფუძველზე უკვე მეფემ გადაწყვიტა ოპოზიციონერი დეპუტატების დაპატიმრება და აი ასეთი მძიმე ფონი არის ქვეყანაში შექმნილი და აი ამ სიტუაციის გათვალისწინებით ახლა ჩვენ უნდა განსაზღვროთ, ვივარაუდოთ და წინასწარ განსაზღვროთ, რა დადებით შედეგს მოუტანს ქვეყანას და საზოგადოებას მეფის წინააღმდეგ ომის დაწყება და მე შემოგთავაზებ შემდეგ არგუმენტს, რომ ომის საშუალებით ქვეყანა თავიდან აიცილებს ერთპიროვნულ დიქტატორულ მმართველობას, რომლის განხორციელებასაც, როგორც უკვე გითხარით, ჩარლზ პირველი ცდილობდა და რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის პარლამენტარიზმის ტრადიციებს. მე შევეცადე ორ ხაზში ჩამეტია ჩემი არგუმენტი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ ამ არგუმენტს. ომის საშუალებით ქვეყანა თავიდან აიცილებს ერთპიროვნულ დიქტატორულ მმართველობას, ანუ რა დადებითი შედეგი მოყვება ომს და აი ეს დიქტატორული ერთპიროვნული მმართველობა თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ქვეყნის პარლამენტარიზმის ტრადიციას და იმისთვის, რომ ქვეყანაში სწორედ პარლამენტარიზმის ტრადიცია, დემოკრატიული მართვის პრინციპები იქნეს შენარჩუნებული, უნდა დაიწყოს ომი და აუცილებლად უნდა მოხდეს მეფის შეჩერება. ეხლა უნდა მოვიტანოთ ერთი არგუმენტი, რომლითაც მეფესთან ომის დაწყების მოწინააღმდეგე საკუთარ მოსაზრებას დაიცავს და ჩემი არგუმენტი ასეთია. ომის შედეგად დაიწყება ძმათამკვლელი სამოქალაქო დაპირისპირება, დაემხობა ტრადიციული მონარქიული მმართველობა და ხელისუფლება შეიძლება მოიპოვონ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა. მე შევეცადე თქვენთვის მეჩვენებინა რა უარყოფითი შედეგი მოჰყვებოდა ომს და ეს არის ჩემი არგუმენტი, რომელიც ჯდება კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში და ვფიქრობ არის საკმაოდ ლოგიკური მოცემულ სიტუაციურ მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით. ეხლა გადავიდეთ მეორე არგუმენტირებულ მსჯელობაზე. ანუ თითო დავალება ორქულად არის შეფასებული, ვინაიდან თითო არგუმენტი ფასდება თითო ქულით. ანუ ერთ პრობლემის ანალიზის დროს ჩვენ ორი არგუმენტი უნდა მოვიყვანოთ და ასე ვიღებთ ორქულად. მოკლედ, მოცემულია დავალება 36-ში შემდეგი სიტუაცია. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ნაწილმა სამშობლო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მოიტანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც ემიგრაციაში წამსვლელი პოლიტიკოსი საკუთარ გადაწყვეტილებას გაამართლებდა და მოიტანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც სამშობლოში დარჩენილი პოლიტიკოსი საკუთარ გადაწყვეტილებას გაამართლებდა. აუცილებლად ისევ და ისევ ჩვენ უნდა აღვიდგინოთ არსებული ისტორიული ეპოქა, ისტორიული მოვლენა. მოცემული არის ბოლშევიკების მიერ, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ტრაგიკული მოვლენის ერთ-ერთი ეპიზოდი და უნდა შევეცადოთ არსებული სიტუაცია და მოვლენათა განვითარების პერსპექტივები კონკრეტული დროის გადასახედიდან შევაფასოთ და არა დღევანდელი დროის გადასახედიდან. ჩვენ უნდა შევძვრეთ ემიგრაციაში წასული პოლიტიკოსის წყალში და მოვიყვანოთ არგუმენტი, რომლითაც ავხსნით უცხოეთში წასული
მისი უცხოეთში წასვლის სარგებლობას ქვეყნისათვის. და ამოცემულ შემთხვევაში მე შევძვერი ახლა ემიგრირებული პოლიტიკოსის არგუმენტში ფიქრობ რა დადებითის მოტანა შემიძლია უცხოეთიდან, კერძო თქვა საფრანგეთიდან ჩემი ქვეყნისთვის და წერ რომ ევროპაში ყოფნა მეც საშუალებას მისცემს დაუკავშირდეს ევროპის ქვეყნების დემოკრატიული ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათგან მიიღოს რეალური ქმედითი დახმარება რუსული აგრესიის შესაჩერებლად. ეხლა წარმოვიდგინოთ თავი ბოლშევიკების პირისპირ დარჩენილ პოლიტიკოსად, ქვეყნის ერთ-ერთ მეთაურად და განსაზღვროთ, რა დადებით შედეგს მოიტანს ჩვენი დარჩენა საქართველოს. და ჩემი არგუმენტი ასეთია: სამშობლოში ყოფნით უკეთ დააკვირდებოდა, ჩემი გმირი, მოვლენათა განვითარებას და შესაძლებელი პოლიტიკური გზებით შეეცდებოდა საქართველოს ინტერესების დაცვას. აი ამ ტიპის არგუმენტები შემიძლია მე თქვენ შემოგთავაზოთ ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო განავითაროთ, გააუმჯობესოთ, გააფართოვოთ თქვენი მოსაზრება, იმსჯელოთ და მოიტანოთ თქვენი კონკრეტული დასაბუთებული ან არგუმენტირებული აზრები. ეხლა გადავიდეთ ჩვენ რუკის ანალიზზე. ყურადღებით ვათვალიერებთ რუკას, მის პირობით ნიშნებს, კითხულობთ რუკის ლეგენდასაც, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სწორედ რუკის ლეგენდაზე და თავად რუკაზე მოცემული ინფორმაცია გვეხმარება სწორად გასულ კითხვებს პასუხი და მოდით ვნახოთ რუკა. მოცემულ შემთხვევაში ჩვენს წინაშე არის საქართველოს რუკა, წლებიც არის დატანილი, ხედავთ ამ წლებს 1556, 1533, 1555 და რუკაზე არის მითითებული სამეფო-სამთავროების სახელებიც და მოდით გადავინაცვლოთ ახლა ჩვენ შეკითხვებზე. რუკის ანალიზისას ჩვენ გვაქვს ერთგულიანი და ორგულიანი კითხვებიც, ვიწყებთ პირველი შეკითხვით. გვეკითხებიან რომელი საუკუნის ვითარება ასახული რუკაზე, ძალიან მარტივი კითხვა არის, პირდაპირ რუკაზე არის პირველი კითხვის პასუხი მოცემული. რომელი საუკუნის ვითარება არის ასახული? მივაქციოთ ყურადღება, საუკუნის გვეკითხებიან. ვათვალიერებთ წლებს, გითხარით რომ 1535-56 წლები არის მოცემული რუკაზე, 45 წელი, მოდით ლეგენდასაც გადავავლოთ თვალი. 1535-35 აქაც 1555 წელი და ეხლა მოცემული წელი გადავიყვანოთ საუკუნეში, ეს არის მე-16 საუკუნე და სასურველია საუკუნე პასუხების ფურცელში რომაული ციფრის სახით ჩავწეროთ. პირდაპირ ჩავწერთ მე-16 საუკუნე. შემდეგი შეკითხვა: დაასახელეთ მეზობელი სახელმწიფო, რომლის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი ქართული პოლიტიკური ერთეულის ტერიტორიაც არის აღნიშნული რუკაზე. მეორე კითხვის პასუხის მინიშნება პირდაპირ ლეგენდაზე არის მოცემული. ნახეთ, ჩვენ უნდა დავასახელოთ სახელმწიფო, რომელმაც ჩვენი ისტორიული მხარე მიიტაცა და ის თეთრი ზოლებით მოცემული არის ნახეთ მეზობელი სახელმწიფოს მიერ 1555 წლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორია. ანუ აი ეს არის სამცხე-საათაბაგო, ოღონდ დანარჩენი მინიშნება უკვე აღარ არის მოცემული არც რუკაზე და არც ლეგენდაზე და ჩვენ უნდა გავიხსენოთ მე-16 საუკუნეში, რომელმა ჩვენმა აგრესიულმა მეზობელმა მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და ვფიქრობ, რთული არ უნდა იყოს ამოვიცნოთ, რომ ეს არის ოსმალეთის იმპერია, რომელიც უკვე 1555 წლის ამასიის ზავის საფუძველზე საბოლოოდ დაეპატრონება საქართველოს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიას. მესამე შეკითხვა ასეთია: რუკის მიხედვით რა იყო კახეთის სამეფოს დედაქალაქი? ერთი ქულა ძალიან მარტივად შეგვიძლია მოვიპოვოთ, ვინაიდან პირდაპირ ლეგენდაზე არის მინიშნებული, რომ დედაქალაქი მწვანე ფერად არის რუკაზე აღნიშნული, თან გვიკითხებიან კახეთის სამეფოს დედაქალაქიო. თუ ჩვენ არ ვიცი გეოგრაფიულად სად მდებარეობს კახეთი, ნახეთ ლეგენდაზე არის მითითებული, რომ ვარდის ფერში
მოცემული ტერიტორია არის კახეთის სამეფო და კახეთის სამეფოს დედაქალაქია იმ პანეფრად არის მოცემული გრემი. და ერთ პასუხებში გრემს ერთი ფულად უკვე მოპოვებული გვაქვს. შემდეგი შეკითხვა ასეთია. რუკის მიხედვით, რომელი სამთავრო მდებარეობდა საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში? რომელი სამთავრო და არა სამეფო და უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილი? ჩვენ ვიცით უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილი, აი ეს ტერიტორია არის, ნახეთ, ნაცრისფრად არის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილი მოცემული. არ არის მითითებული თუ რომელი სამთავროა, თუმცა ლეგენდაზე ვკითხულობთ პასუხს, რომ უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში ნაცრისფრად მითითებული ტერიტორია არის აფხაზეთის სამთავრო და სწორი პასუხიც იქნება აფხაზეთის სამთავრო. მეხუთე შეკითხვა. რუკის მიხედვით, რომელი ქართული სამეფოების შემადგენლობაში შედიოდა გარკვეული პერიოდი სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია? მივაქციოთ ყურადღება, ორქულიანია შეკითხვა და შესაბამისად ორი ქართული სამეფო უნდა დავასახელოთ. სამეფო გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ შეკითხვა და არაგერიოთ ერთმანეთში, თუ გთხოვენ სამეფოს, შესაბამისად სამეფო უნდა მოვძებნოთ, თუ გთხოვენ სამთავროს, სამთავრო უნდა მოვძებნოთ. და არ დაუშვათ მექანიკური ელემენტარული შეცდომა და მოდით ვნახოთ თავად რუკაც და ლეგენდაც. პირდაპირ ნახეთ, ლეგენდაზე არის მონიშნული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია შავი წყვეტილი ხაზებით, რომელიც შედიოდა ქართლის შემადგენლობაში. ნახეთ, უძებნით ამ ადგილს და უკვე ვიცით, რომ თურმე სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია შედიოდა აი 1535-45 წლებში ქართლის სამეფოს შემადგენლობაში. ესე იგი, მეხუთე შეკითხვის პირველი პასუხი იქნება ქართლის სამეფოს შემადგენლობაში. ეხლა მოდით მეორე სამეფო მოვძებნოთ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სამცხე-საათაბაგო. ამ კითხვაზე პასუხიც ლეგენდაში უნდა მოვძებნოთ. ლეგენდაზე მოცემული არის წითელი წყვეტილი ხაზები, რომელზეც მითითებული არის სწორედ იმერეთის სამეფოს საზღვარი 1535-1545 წლებში და იმერეთის სამეფოს საზღვრებში შესული არის სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვასკვნით, რომ სამცხე-საათაბაგო შედიოდა როგორც კახეთის სამეფოს საზღვრებში, ამავე დროს შედიოდა იმერეთის სამეფოს საზღვარშიც. ანუ იმერეთი და კახეთის სამეფოები არის სწორი პასუხი. შემდეგ, მოდით ვნახოთ, რას გთხოვენ ბოლო შეკითხვაში. და ბოლო შეკითხვაც არის ორქულიანი და გთხოვენ დავასახელოთ ქართლის ორი მეფე, რომელიც მოღვაწეობდა იმ საუკუნეში, რომლის ვითარებაცაა რუკაზე ასახული. ნახეთ, აი ამ შემთხვევაში ჩვენ რუკის გულდასმის წაკითხვა არ დაგვეხმარება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ უკვე ფაქტობრივი მასალა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მე-16 საუკუნეში თუ ვინ იყო ქართლის მეფე და თქვენ იცით, რომ ამ დროს ქართლში იყო ვარსაბ პირველი და შემდეგ მისი შვილი სვიმონ პირველი. სწორედ ვარსაბ პირველი 1556 წელს გარისის ბრძოლაში დაიღუპება და ტახტზევა მისი შვილი გარისის ბრძოლაში ვარსაბ პირველი სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპება კერძოდ შაჰ-თამაზის მიერ გამოგზავნილ ჯართან. ესე იგი, სწორი პასუხი იქნება რუკაზე მეექვსე კითხვაზე ვარსაბ პირველი და სვიმონ პირველი. ახლა გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, ეს არის ისტორიული წყაროს ანალიზი. პირველ რიგში გთხოვთ არ დაგაბნიოთ იმან, რომ წყაროში იქნება თქვენთვის უცხო ტექსტი მოტანილი. არც იმან დაგაბნიოთ, რომ შეგხვდებათ ბევრი უცხო პირთა სახელი და ტოპონიმები. მთავარია გახსოვდეთ, რომ კითხვებზე პასუხის დიდი ნაწილი წყაროშივე არის მოცემული, რომელსაც სჭირდება უბრალოდ დაკვირვებით აუღელებლად მოძებნა და საკმარისია ზოგიერთი პასუხის პირდაპირ შეუცვლელად გადატანა პასუხის ფურცელზე, ხოლო ზოგიერთი კითხვის პასუხი კი მოითხოვს ტექსტში არსებული ინფორმაციის თქვენეულ ინტერპრეტაციას, ანალიზს და შეფასებას.
ცხადია თავიდან ვკითხულობთ ტექსტს, ვეცნობით მის ზოგად შინაარსს და ამისთვის თქვენთვის სავსებით საკმარისი იქნება 10 წუთი. მოდით ერთად წავიკითხოთ ტექსტი და გავეცნოთ მის ზოგად შინაარსს. და ჩვენ ვხედავთ, რომ ტექსტი არის ქართლის ცხოვრებიდან ნაწყვეტი, რომელიც იწყება შემდეგნაირად. დავითის გამეფებისას აოხრებული იყო ქართლი და ციხეების გარდამოსახლეობა არსად იყო, არც ნაგებობა იდგა. იმ დროს ლიპარიტი განაგებდა თრიალეთსა და კლდეკარს და მის მიმდებარე მხარეებს და თითქოს ერთგული იყო მეფის. სამეფო საზღვარი მაშინ ლიხის მთაზე გადიოდა. ასეთ ვითარებაში გავიდა 4 წელი. მოკვდა სულთანი მალიქ-შაჰი და ლიპარიტმა იწყო თავის მამა პაპადა კვალზე სიარული. შეუდგა ვერაგობას. მეფეთა ორგულობა და სიძულვილი გონებაში ჰქონდა გამჯდარი წინაპართაგან. დაინახა ეს დავითმა ინება მისი დასჯა. გარკვეული დროით დაატყვევა, რაც საკმარისი იქნებოდა ჭკუის სასწავლებლად. შემდეგ ერთგულების ფიცის დამდები ლიპარიტი გაათავისუფლა და იგივე პატივი დაუტოვა. ლიპარიტმა გამოუცხადა დავითს პრობა და მეფე მეორე წელს კვლავ შეიპყრო. 2 წელი დატყვევებული ყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში გაგზავნა. ამ დროს გამოვიდნენ ფრანგები. აიღეს იერუსალიმი და ღვთისშეწევნით აღორძინდა ქართლი. გადლიერდა დავითი და გაამრავლა მხედრობა. აღარ გადაუხადა სულთანს ხარკი. კახეთში კვირიკე მეფობდა. დავითმა წაართვა კვირიკე ზედაზენის ციხე. ამავე წელს მოკვდა რატი ლიპარიტის ძე, ასე დასრულდა ბაღვართა გვარი. აღარავინ დარჩა მემკვიდრე და მათი მამული მეფემ შეიერთა. 1 წლის შემდეგ მიიცვალა მეფე კვირიკე. დასვეს კახთა მეფედ მისი ძმისწული აღსართანი, რომელსაც არ ჰქონდა მეფობის უნარი. იყო ავყია უსჯულო. უსამართლო და სრულად განსხვავდებოდა თავისი მამის ძმისგან. აღსართანი ჰერმა დიდებულებმა, არიშიანმა, ბარამმა და მათმა დედის ძმამ, ქავთარ ბარამისძემ შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. აიღო მეფემ კახეთი და ჰერეთი. ერთ წუთში დიდი ბრძოლა გადაიხადა და მოიპოვა დიდი გამარჯვება. თვით მეფე როგორც ვინმე გარეშე ზურგში კი არ ედგა თავის მეომრებს და შორიდან კი არ ამხნევებდა მათ, არამედ წინ მიუძღოდა და როგორც ლომი მაღალი ხმით შეუძახებდა. ხმლით დახოცილთა სისხლით აევსო წელი, რაც ცხადი გახდა ომის დასრულებისას სარტყლის შეხსნის შემდეგ. იქიდან გადმოინთხა შესქელებული სისხლი, რომელიც თავიდან დავითის ეგონათ. იმ დღეს მეფე 3 ცხენი მოუკლეს და მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ომი. გადაწყვიტა მეფე მონასტრის აგება და ბრძანება გასცა. შენებაში გომოდნენ ღვთის მადლით შერჩეულ უმშვენიერეს და ყველანაირად უნაკლო ადგილზე. შეკრიბა იქ თავიანთი პატიოსანი ცხოვრები ცნობილი ადამიანები, ბაღვაშთა მამული სხვა სოფლებთან ერთად უბოძა მონასტერს. ამჟამად ეს მონასტერი მთელი აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმია. ყოველნაირი სიკეთის მასწავლებელი ადგილი, სწავლთა განსწავლელი მეორე ათენი. ამ დრომდე თბილისი რუსთავის სამშვილდე თურქების ხელში იყო. თევდორე აბულეთი და ივანე ორბელი ეახდნენ მწიგნობარ თურქცეს გიორგი ჭყონდიდელს და სიმარჯვით ჩაიგდეს ხელში სამშვილდე. ყველა დიდმა სიხარულმა მოიცვა, რადგან დღითიდღე ფართოვდებოდა სამეფო საზღვრები. შეიტყვეს, რა თურქებმა სამშვილდის აღება მრავალი ციხე დატოვეს და გაიქცნენ. გიორგი ჭყონდიდელმა მეფის მუხრანში ყოფნისას რუსთავით ჩაიგდო ხელში. ყავში თურქთა დიდი სიმრავლე იყო. მეფემ ასეთ ხერხს მიმართა. ქართლის მხედრობას მზადყოფნა უბრძანა, თვითონ კი ქუთაისში გადავიდა, ამით მტერს ეჭვი გაუქარწყლა, თებერვლის თვეში შეატყობინა ქართველებს და მესხებს, რომ კლარჯეთში დახვედროვდნენ მას. თვითონ კი შიდა ჯარით ჭოროხის ნაპირებით იარა, შეერთდა ჯარი და მოულოდნელად დაესხა მტერს, გაჟლიტეს ურიცხვი მტერი. იმავე წელს მეფემ თავისი ასული კატაი გაგზავნა საბერძნეთში ბერძენთა მეფის რძლად. ამაზე ადრე კი პირმშუ ასული თამარი გაგზავნილი ყავდა შარვანის დედოფლად. დავითმა აიღო გიშის ციხე, თავისი ძე დემეტრე ძლიერი მხედრობით გაგზავნა სალაშქროდ. დემეტრემ გასაკვირი ბრძოლა გადაიტანა, რითაც გააუცა ხილველნი და მსმენელნი, ძლევამოსილი წარსდგა მამის წინაშე. და მოდით დავიწყოთ კითხვების გარჩევა, გადავიდეთ, ნახეთ რა კომფორტულად არის თქვენთან მოცემული. ტექნიკურად ეს დავალება პირდაპირ მიუთითებთ, რომელ კითხვაზეც გვინდა პირდაპირ გადაგვიყვანს პროგრამა იმ კითხვაზე და პირველი შეკითხვა რთულიანია. რა სახელწოდებითაა ცნობილი ისტორიული მოვლენა, რომლის გამოც დავითის გამეფებისას ქართლში მოსახლეობა არსად იყო ციხეთა გარეთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ აი ამ კითხვის პასუხი ჩვენ არ მიგვეძებნება თავად ტექსტში.
უნდა ამოვიცნოთ ისტორიული მოვლენა წყაროში აღწერილი ეპიზოდებით და ჩვენ ნახეთ, რომ წყაროში ნახსენები იყო დავითი. მიხვდებოდით, რომ საუბარია დავით აღმაშენებელზე. ნახსენები იყო ლიპარიტ კლდეკარის ერისთავი და სულთანი მალიქ-შაჰი. Აი ეს უკვე არის მინიშნება იმისი, რომ მივხვდეთ საუბარია მე-11 საუკუნეზე, საქართველოში თურქ-სელჩუკების ბატონობის პერიოდზე, რომლის დროსაც ქვეყანაში მომთაბარე თურქმანული ტომების შემოსევებმა გამოიწვია ტრადიციული მეურნეობის დარგების განადგურება, ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგება, მოსახლეობის გახიზნა ბარიდან მთიარ რეგიონში და აი ამ მოვლენას უკვე გაგახსენდებათ, რომ ეწოდებოდა დიდი თურქობა. ანუ პირველი შეკითხვის პასუხი არის დიდი თურქობა. შემდეგი შეკითხვა ასეთია: თქვენი აზრით, რატომ დაუტოვა მეფემ გათავისუფლებულ ლიპარიტს იგივე პატივი? ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ პირველ გვერდზე და წავიკითხოთ ის ეპიზოდი, სადაც ლიპარიტისა და დავითის ურთიერთობაზე გამახვილებული ყურადღება. მოდით წავიკითხოთ ეს ეპიზოდი. მეფეთა ერთგულობა და სიძულვილი გოდებაში ჰქონდა გამჯდარი წინაპართაგან, დაინახარა ეს დავითმა ინება მისი დასჯა, გარკვეული დროით დაატყვევა, რაც საკმარის იქნებოდა ჭკუის სასწავლებლად, შემდეგ ერთგულების ფიცის დამდები ლიპარიტი გაათავისუფლა და იგივე პატივი დაუტოვა. ტექსტში ნახსენებია ორგულობა და სიძულვილი, გონებაში ჰქონდა გამჯდარი წინაპართაგანო, შეგახსენებთ ბაღვაშებსა და ბაგრატიონების დაპირისპირება ჯერ კიდევ დავითის ბაბუის ბაგრატ მეოთხის დროიდან დაიწყო, რაც დიდად უნებდა ქვეყნის ერთიანობას, ძლიერებას და მტრებიც კარგად იყენებდნენ ჩვენს წინააღმდეგ კურსში ფეოდალი სეპარატისტულ განწყობას და მოდით ახლა ვიფიქროთ თუ რატომ ასეთი განწყობის მქონე მეფის მოწინააღმდეგე დიდებულს რატომ დაუტოვა პატივი კვლავ მეფემ და ჩემი პასუხი ასეთია: ლიპარიტს, რომელმაც დაუდო ერთგულების ფიცი, მეფემ კიდევ ერთხელ მისცა შანსი ამ ფიცის შესრულების და თან დავითი იმედოვნებდა, რომ მას გამოიყენებდა ქვეყნის სასარგებლო საქმეში. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ლოგიკური პასუხი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, იქნება შეფასებული შესაბამისი ქულით. ვიფასო აბიტურიენტებო და მე აი ჩემეული ესეთი ვარიანტი შემოგთავაზეთ პასუხის. მოდით გადავიდეთ ახლა მესამე შეკითხვაზე. ასეთია: რომელი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყებაზე საუბრობს მემატიანე და ჩვენ ვუბრუნდებით მეორე გვერდს, სადაც საუბარი არის მონასტრის მშენებლობაზე. ნახეთ, გადაწყვიტა მეფე მონასტრის აგება და ბრძანება გასცა. შენობა შედგომოდნენ ღვთის მადლით შერჩეულ უმშვენიერეს და ყველანაირად უნაკლო ადგილზე. ნახეთ, ამ შემთხვევაში არ არის მინიშნება თუ რომელ კონკრეტულ სამონასტრო კომპლექსზე არის საუბარი. ამ შემთხვევაშიც უნდა გავიხსენოთ დავითის მოღვაწეობა და თქვენ უკვე გაქვთ ნასწავლი, რომ 1100 წელს დავითს ქტიტორობით დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, სადაც შემდეგ უკვე გაიხსნა უმაღლესი სასწავლებელი და ქსენონიც. ანუ სწორი პასუხი არის გელათი. გადავიდეთ ახლა მეხუთე შეკითხვაზე და გთხოვენ, რომ წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ დავითის ტახტზე ასვლისას სამეფო ხელისუფლება მეტწილად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდაო. ნახეთ, თვითონ კითხვა გვეუბნება, რომ პასუხი წყაროში უნდა მოვძებნოთ და მოდით ამ შემთხვევაში ჩვენ გადავინაცვლოთ ეს არის მეხუთე შეკითხვა. გადავინაცვლოთ პირველ შეკითხვაზე, პირველ გვერდზე და ტექსტის დასაწყისშივე ვკითხულობთ, რომ დავითის გამეფებისას აოხრებული იყო ქართლი და ციხეების გარდა მოსახლეობა არსად იყო, არც ნაგებობა იდგა, იმ დროს ლიპარიტი განაგებდა თრიალეთს და კლდეკარს და მის მიმდებარე მხარებს და თითქოს ერთგული იყო მეფის სამეფო საზღვარი, მაშინ ლიხის თაზე გადიოდა. ნახეთ, მითითებულია სამეფო საზღვარი მაშინ ლიხის თაზე გადიოდაო.
დავითის გამეფების პერიოდზე გამეფების პირველ პერიოდზე, უბრალოდ მეფობის დაწყების პირველ პერიოდზე საუბარი ტექსტში, საპროგრამო მასალიდან ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქი, სატახტო ქალაქი ამ დროს იყო ქუთაისი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ცენტრს წარმოადგენდა და ჩვენ ვიცით, რომ აი დავითი გადადის ქუთაისში, იქ იმყოფება და თან ნახსენები არის ლიხის მთა და უნდა მივხვდეთ, რომ აი ეს ეპიზოდი არის საკმარისი მოვიყვანოთ იმისთვის, რომ ავხსნათ თუ რატომ ვრცელდება, უბრალოდ მოდით კითხვას კიდევ დაუბრუნდეთ კარგად. ესეთი იყო შეკითხვა, წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ დავითის ტახტზე ასვლისას სამეფო ხელისუფლება მეტწილად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. აი როგორც უკვე გითხარით, ადასტურებს ის ინფორმაცია და პირდაპირ ამოვაკოპირებთ, რომ სამეფო საზღვარი მაშინ ლიხის მთაზე გადიოდა. ჩვენ გადავინაცვლოთ მე-6 შეკითხვაზე. ასეთი არის. თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურებოდა დავითის მიერ ქალიშვილების სხვა სახელმწიფოებში გათხოვება? ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და გავაკეთოთ დასკვნა, მაგრამ მანამდე მოდით კიდევ ერთხელ ტექსტში მოვძებნოთ ის ეპიზოდი, თუ რატომ გაათხოვა დავითმა თავისი ქალიშვილები უცხოეთში. გადავიდეთ მესამე გვერდზე. აქ არის მოცემული სწორედ ეპიზოდი, სადაც ამ თემაზე არის საუბარი. იმავე წელს მეფემ თავისი ასული კატაი გაგზავნა საბერძნეთში ბერძენთა მეფის რძლად. ამაზე ადრე კი პირმშო ასული თამარი გაგზავნილყავდა შარვანის დედოფლად. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ დინასტიური ქორწინებები აქტიურად გამოიყენებოდა პოლიტიკაში და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და გასამტკიცებლად კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ერთგვარი დიპლომატიური ნაბიჯი იყო და ჩემი პასუხი იქნება ასეთი: კეთილმეზობლური სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და გასამყარებლად. აი ნახეთ, გვეკითხებიან, რა მიზანს ემსახურებოდა დავითის მიერ ქალიშვილების სხვა სახელმწიფოში გათხოვება და ვცემ პასუხს: კეთილმეზობლური სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და გასამყარებლად მეზობელ ქვეყნებთან. შემდეგი მე-7 შეკითხვა. წყაროს მიხედვით ჩამოთვალეთ ყველა ის თვისება, რის გამოც აღსართანი მეფობისთვის შეუფერებელი იყო. ჩამოთვალოთ უნდა თვისებები, თუმცა ქულა არის ერთი. ერთგულიანია შეკითხვა, ყურადღებით უნდა ვიყოთ, მიუხედავად რომ ერთგულიანია შეკითხვა, პასუხი მოითხოვს ჩვენგან დიდ დაკვირვებას და რამდენიმე თვისება უნდა იქნეს ჩამოთვლილი. მოდით გადავინაცვლოთ პირველ გვერდზე, სადაც აი აღსართანზე არის საუბარი. ჩვენ ვკითხულობთ, რომ 1 წლის შემდეგ მიიცვალა მეფე კვირიკე, დასვეს კახთა მეფეთ მისი ძმისწული აღსართანი, რომელსაც არ ჰქონდა მეფობის უნარი, იყო ავყია, უსჯულო, უსამართლო და სრულიად განსხვავდებოდა თავისი მამის ძმისგან. აი სწორედ ავყია, უსჯულო და უსამართლო არის ის თვისებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავწეროთ მოცემულ შემთხვევაში სწორ პასუხში. და გადავდივართ მე-8 შეკითხვაზე. ორქულიანი არის უკვე მე-8 შეკითხვა. გთხოვენ სრულად აღწერეთ წყაროს მიხედვით, რა მოიმუქმედა მეფემ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ გათავისუფლებული ლიპარიტი კვლავ იტყრობდა მას. და წყაროს გამოყენებით უკვე ჩვენ, წყაროს საშუალებით უკვე თავისუფლად შეგვიძლია მოვიპოვოთ ორი ქულა, გადავინაცვლოთ ისევ პირველ გვერდზე და მოვძებნით იმ ეპიზოდს, სადაც საუბარი არის უკვე ლიპარიტსა და დავითს შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე. აი ვკითხულობთ, რომ ლიპარიტმა გამოუცხადა დავითს მტრობა, მეფემ მეორე წელს კვლავ შეიპყრო, 2 წელი დატყვევებული ჰყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში გაგზავნა. და სწორედ დავაკოპირებთ სწორ პასუხს და ჩავწერთ, რომ 2 წელი დატყვევებული ჰყავდა და საბერძნეთში გაგზავნა. შეგვიძლია საბერძნეთში გაგზავნა შევცვალოთ ქვეყნიდან გაძევებით. შემდეგი მე-9 შეკითხვა. ხო, აი მინდა გთხოვოთ, რომ ყურადღება მიაქციეთ და როცა ორქულიანია პასუხი და ორ პასუხს ვცემთ კონკრეტულ შეკითხვას, კარგად გამოვყოთ ეს პასუხები ერთმანეთისგან. რომ ადვილად აღიქმებოდეს და იკითხებოდეს. მე-9 შეკითხვა ასეთია: წყაროს მიხედვით, რის საფუძველზე შეიერთა მეფემ ბაღვაშეთის მამული და რაში გამოიყენა შემდგომში ის?
პირდაპირ წყაროში არის მითითებული ამ შემთხვევაში პასუხები, თუმცა ნახეთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ამ კითხვაზე ორი პასუხი ერთდროულად არ არის მოცემული წყაროში და უნდა მოვძებნოთ სხვადასხვა ეპიზოდში. აი ეს პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, დიდ ნებისყოფას და არ უნდა დაგენანოთ ამისთვის დრო, იმიტომ რომ თქვენ ორ ქულის მოპოვება შეძლებთ თუ სწორად შეასრულებთ დავალებას და მოდით გადავინაცვლოთ პირველ გვერდზე და წავიკითხოთ რომ ნახეთ ამავე მოდით პირველ გვერდზე ვართ მოცემული გადმოსული ნახეთ ამავე წელს მოკვდა რატი ლიპარიტის ძე ასე დასრულდა ბაღვაშთა გვარი აღარავინ დარჩა მემკვიდრე და მათი მამული მეფემ შეიერთა უკვე აქ არის მოცემული პასუხი თუ რის საფუძველზე შეიერთა ბაღვაშთა მამული მეფემ და ეს პასუხი არის აღარ დარჩა მემკვიდრე, ანუ მემკვიდრე აღარ იყო დარჩენილი. ხოლო მეორე მოცემული კითხვის მეორე პასუხი, მოდით მოვძებნოთ ჩვენ მეორე გვერდზე, სადაც მითითებული არის, რომ ბაღვაშთა მამული სხვა სოფლებთან ერთად უბოძა მეფე მონასტერს. და მეორე პასუხიც იქნება შემდეგი. შესწირა მონასტერს ან უბოძა მონასტერს. გადავდივართ მეათე შეკითხვაზე. ესეც ორქულიანია და გვეუბნებიან რა ეწოდება ისტორიულ მოვლენას, რომლის დროსაც გამოვიდნენ ფრანგნი, ეს ერთი შეკითხვა და მეორე, რატომ განაპირობა ამან, რომ დავითმა აღარ გადაუხადა სულთანს ხარკი. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვეღარ მოგვეხმარება ტექსტში არ არის პასუხი მოცემული, მაგრამ ჩვენ ის ეპიზოდი მაინც უნდა მოვძებნოთ, სადაც ამ თემაზე არის საუბარი. მოდით ისევ გადავინაცვლოთ პირველ გვერდზე, სადაც ტექსტი გვიყვება, რომ ამ დროს გამოვიდნენ ფრანგები, აიღეს იერუსალიმი და ღვთისშეწევნით აღორძინდა ქართლი. გაძლიერდა დავითი, გამრავლა მხედრობა და აღარ გადაუხადა სულთანს ხარკი. გვეკითხებიან რა ეწოდება იმ დროს, როცა ფრანგები გამოვიდნენ და აიღეს იერუსალიმი და ფიქრობ, რომ აი ეს ფრანგები და იერუსალიმის აღება უკვე არის მინიშნება, რომ საუბარია ჯვაროსნულ ლაშქრობებზე და პასუხი იქნება ჯვაროსნული ლაშქრობა. ხოლო შეკითხვა თუ მოდით დავბრუნდეთ შეკითხვას, კიდევ ერთხელ მეორე შეკითხვა რა იყო? რატომ განაპირობა ამან, რომ დავითმა აღარ გადაუხადა სულთანს ხარკი, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავასკვნათ, რომ ესე იგი პირველი ჯვაროსნული ომის შედეგად გავიხსენოთ, რომ ჯვაროსნებმა მოიგეს ეს ომი, დაამარცხეს თურქ-სელჩუკები, იერუსალიმიც აიღეს. შესაბამისად თურქ-სელჩუკები არიან უკვე ძალიან დასუსტებული და ჩემი პასუხიც ასეთი იქნება სავარაუდო, რომ ჯვაროსნების მიერ დამარცხებული და დასუსტებული თურქ-სელჩუკები ვეღარ შეძლებდნენ საქართველოში დამსჯელი ლაშქრობის მოწყობას. და ეს არის უკვე საკმაოდ ლოგიკური პასუხი, რომელიც არ არის ამოვარდნილი ისტორიული კონტექსტიდან. და ბოლოდან მეორე შეკითხვა, მოდით ვნახოთ რა არის მე-11 შეკითხვა, დაასახელეთ წყაროში არსებული ორი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მიუთითებს, რომ ერწუხში მეფე პირადად მონაწილეობდა ბრძოლაში. წყაროშივე მოვძებნოთ ის კონკრეტული ორი ფაქტი, ამისთვის საჭიროა ჩვენ გადავინაცვლოთ მეორე გვერდზე და ნახეთ ერწუხის ბრძოლაში პირდაპირ წყარო გვეუბნება, რომ თვით მეფე როგორც ვინმე გარეშე ზურგში კი არ ედგა თავის მეომრებს და შორიდან კი არ ამხნევებდა მათ, არამედ წინ მიუძღოდა როგორც ლომი მაღალი ხმით შეუძახებდაო და უკვე ეს არის არგუმენტი, რომ თავად მეფე იბრძოდა ომში. ნახეთ ამოწერ მეფე თავად მიუძღოდა ლაშქარს, ან წინ მიუძღოდა, პირდაპირ დავაკოპირებ, წინ მიუძღოდა ლაშქარს და მეორე არგუმენტი, რომ თავად მეფე იბრძოდა, პირდაპირ აქვე გვიწერია, რომ ხმლით დახოცილთა სისხლით აევსო წელი. და საკმარისი არის უკვე ამ პასუხის ამოწერაც, რომ ხმლით დახოცილთა სისხლით აევსო მეფეს წელი, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თქვენ მოიპოვოთ უკვე ორი ქულა. და მოდით გადავიდეთ ახლა ბოლო შეკითხვაზე, მე-12
შეკითხვაზე, ესეც ორქულიანია და გთხოვენ, რომ წყაროში აღწერილი რომელი ამბის თხრობისას მოიხსენიებს მემატიანე მეფის რამდენიმე კონკრეტულ თანამოაზრეს და თანამებრძოლს ერთად. კარგად გავიაზროთ შეკითხვა. წყაროში უნდა მოვძებნოთ ის ორი ეპიზოდი, სადაც ერთდროულად მეფის მომხრეები არიან დასახელებული და მეფისთვის სასიკეთო, მეფისთვის სასურველ საქმეს ახორციელებენ და მოდით გადავიდეთ ისევ მეორე გვერდზე, სადაც ნახეთ საუბარი არის ეს ტექსტი, ეს ადგილი წავიკითხოთ, ტექსტის ეს მონაკვეთი. თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი იახნენ წიგნობარ თუხუცეს, გიორგი ჭყონდიდელს და სიმარჯვით ჩაიგდეს ხელში სამშვილდე. ყველა დიდმა სიხარულმა მოიცვა, რადგან რითი დღე ფართოვდებოდა სამეფოს საზღვრები. ნახეთ, თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და წიგნობარ თუხუცეს გიორგი ერთად არიან რამიზმისთვის, იმისთვის რომ მათ სამშვილდე ჩაიგდო ხელთ. ანუ პირველი პასუხი იქნება სამშვილდის აღება. სამშვილდის აღებისთვის არიან ერთად გაერთიანებულნი და მეორე. მოდით მეორე გვერდზე გადავიდეთ, უпроსტად მესამე. არა, აქვე მეორე გვერდზე არის მითითებული. შეხედეთ, აი ეს ეპიზოდი წავიკითხოთ. აღსართანი თერმა დიდებულებმა არიშიანმა ბარამმა და მათმა დედისმამ ქავთარ ბარამისძემ შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. ნახეთ, აი ამ ეპიზოდშიც მეფის სასარგებლო ქმედებას ახორციელებენ მისი მოკავშირე არიშიანი ბარამი და მათი დედისმა ქავთარ ბარამის ძე. და უკვე ჩვენ გვაქვს მე-12 შეკითხვის მეორე პასუხით სახეზე, ეს არის აღსართანის შეპყრობა. სწორი პასუხი და პრაქტიკულად უკვე მთლიანად ჩვენ გარჩეული გვაქვს ისტორიული წყაროს ანალიზი და მინდა გითხრათ, რომ აი ეს წყარო არის 17 ქულიანი და ამ 17 ქულიდან სრული 10 ქულის მოპოვება ჩვენ შეგვეძლო კონკრეტულად თუ წყაროში არსებული ინფორმაციის საშუალებით, თუ კარგად წავიკითხავდით, კარგად გავაანალიზებდით აი ამ წყაროს. არ ვიცი, არ შემიძლია დაბეჭდებით გითხრა წელს რამდენი ქულიანი იქნება ტექსტი, თუმცა სავარაუდოდ ის 15 ქულაზე ნაკლები არ იქნება და ამ 15 ქულიდან უდიდესი ნაწილი ქულის აღება თქვენ შეგიძლიათ სწორედ ტექსტზე ყურადღებით მუშაობის საფუძველზე. ჩვენ მომდევნო ვებინარზე უკვე განვიხილავთ ახალი ტიპის დავალებებს, ახალი ორი ტიპის დავალებებს და თვითონ ტრადიციულ დავალებებსაც, რომელიც თქვენ შეგხვდებათ წელს ეროვნულ გამოცდაზე. მოდით ახლა ამით დავასრულოთ ჩვენი გაკვეთილი. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.